მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მორიგ ეპიზოდს სპორტულ-ანალიტიკური პოდკასტის შედეგს მიღმა და დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებზე სასაუბროდ შევიკრიბეთ ანდრო ხელაძესთან ერთად. ჯერჯერობით მედარეზე ვართ ხოლოდ. გამარჯობა. ანდროს მივესალმები. აქ რო ვარ, მithumetes ესეთი გამორჩეული თამაშების მერე ჩემპიონთა ლიგის ორივე დღეს ვისიამოვნეთ ძალიან და ძალბარაკო თემას დაგროვდა ბევრი თემა. კი ბატონო, აი მაგაზე სასაუბროდ მოგიწვიეთ ზუსტად. დიდი ხანია სხვა შორის ანდროს მოწვევას ვცდილობ, თუმცა რაღაც მიზეზების გამო გადაგვედო, თუმცა მთავარია რომ ეხლა აქ ვართ. გრიზლიც წესით ცოტა ხანში უნდა შემოგვიერთდეს, იმიტომ რომ ცნობილი მიზეზი თბილისში დაგვიანებების საცობები, თუმცა ვაპატიებთ. განსაკუთრებით არსენალზე სულს მე მგონი საუბარი გრიზლის და ტექსტი აქვს მომზადებული. ხო, რაღაც ტექსტი მაქვს მომზადებულიო და ვნახოთ და მოდი პირველ რიგში იმ თამაშებზე საუბრი დავიწყოთ, რომელიც ქრონოლოგიურად მივყვებით ხოლმე ჩვენ. როგორც ნორმალურმა ხალხმა. რომელსაც ყველა ფეხბურთის გულშემატკივრმა უყურა. თუმცა მანამდე აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, სურვილი სამებრ შეგიძლიათ გამოყვეთ სხვა სოციალურ პლატფორმებზე, ყველაფრის ლინკი მოკლედ, მათ შორის ანდროს Facebook-ის ლინკი იქნება აღწერაში და რა ვიცი. გეპატიჟებით ასე ვთქვათ. რომელი თამაშით გახსნით ბიჭებო? შენ ქრონოლოგიურად ლივერპული PSG და დავიწყოთ ბარემ ქართველების ჯახით. დავიწყოთ პირველად ნახეთ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ქართველების დაპირისპირება, თან ორი ესეთი ქართველის, ორივე ძირითად შემადგენლობაში იყო, ორივე ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა თავისი გუნდისთვის ამ ეტაპზე ყვარა საერთოდ ისტორიული სეზონი ეგ და კიდევ ერთხელ დააგროვა. გოლი მოქმედება ჩემპიონთა ლიგაზე, რაც აღარ გვიკვირს და რაც სიგიჟეა რომ აღარ გვიკვირს, იმიტომ რომ ნოემბერზე საგოლე პასის გაკეთება ქართველი ფეხბურთელისგან მაინც ძალიან დიდი ამბავია. და იმისთვის რომ გახდეს ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და სრულიად ლეგიტიმურად იმისთვის. კი, ცალსახად. ამჯერად როგორც სხვა ფუნქციებით უფრო გამოიშინა თავი, ასეთი ყვარას გვინახავს აქამდეც, მაგრამ განსაკუთრებით დიდი შრომა უწევდა დაცვაში იმის გამო, რომ პროცესში PSG-მ დაკარგა ნუნუ მენდესი და დეზირე დუე. ისე კონკრეტულად მატჩზე კითხავთ ორივეს ბარემ, რეზისაც ექნება დარწმუნებული ვარ სათქმელი. ერთი ის, რომ ლივერპულმა გოლი ვერ გაუტანა PSG-ს ორი მატჩის ჯამში. ახლოს იყო გასაგებია და აი განსაკუთრებით მაგაზე მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა ის პერიოდი რაღაცა 20-25 წუთიანი პერიოდი, როცა ლივერპული კარგი იყო რეალურად, უბრალოდ დასკვნით ფაზაში განსაკუთრებით უჭირს ამ გუნდს რატომღაც ამ სეზონში. მიუხედავად იმისა, რომ იშაკიც და ეკიტიკეც ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ეკიტიკე დაიმტრო პირველ ტაიმში. ეკიტიკე სანამ მოედანზე იყო, კარისგან არ დაურტყამს სხვათა შორის. მე სალაჰი გამოვიდა და მე დაიწყეს. ეკიტიკე ფლანგზე დააყენა თან. კაფიოდ ფლანგზე ეყენა ალბათ, რავი. ჩანაფიქრები იყო, რომ ერთი ხრო მაღალია და პრესინგზე პრესინგს როცა გადავაცილებთ ბურთს იქ რაღაც თავზე მოიგებს, შეინარჩუნებს. ნახშეტევის დროს ეკიტიკე ცენტრში შემოვიდა და ფრინგ-პონგს დაუტოვებდა ფლანგს, მაგრამ არ გაამართლა. სალაჰი როცა გამოვიდა, მე დაიწყო კარგად თამაში ლივერპულმა. მაგრამ ამ თამაშში, რა ვიცი, იშვიათია ხოლმე, მაგრამ ამინდმა ძალიან დიდი როლი ითამაშა, იმიტომ რომ საშინელი ამინდი იყო და ამიტომ მოკლე პასით არა თამაშობდნენ და ყველა მეკარები სულ წინ უთხრამდნენ, ფეხით და ამიტომ იყო რომ დაბალი ის ჰქონდათ პროცენტი პასების სიზუსტის. საერთოდ 78% ჰქონდა ერთს და მე რაღაც 75 მეორე. ვიტინიაც კი ვერ ავიდა 90%-იან სიზუსტეს და ეგ ისა უნიკალური შემთხვევაა. ვიტინიას ჰქონდა იშვიათად უფერული თამაში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში. ჟოაუ ნევეშმა გადაუჯოკრა. ჟოაუ ნევეშ შეიძლება მინდვრის ფეხბურთელებიდან საუკეთესოც კი იყო. მოედანზე მიუხედავად იმისა, რომ დემბელემ მაგერ დუბლში ესრულა. თითქმის უშეცდომო იყო ჟოაუ ნევეში და კიდევ ერთხელ აგვალაპარაკა იმაზე, რომ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი მოთამაშეა. და იგივე თქმა შეიძლება პარი სენ-ჟერმენის ცენტრალურ მცველებსაც. მარკინიოსი ერთი წლით უფრო ხანდაზმულია ვიდრე გასულ სეზონში, მაგრამ ეს თითქოს არ შეიტყო ამ ყველაზე მნიშვნელოვან თამაშებში და პაჩოზე თითქმის არავინ არ საუბრობს, არა და შაშანაც არ საუბრობდა. წინვალი სეზონებს ატარებს უკვე ზედზე 2 წელია. საფონოვიც გამორჩეულია ხა რომ არა მაგის ის წარმოუდგენელი სეივი. შეიძლება მართლა დაიძაბა ლივერპულს ჯერ და მერე დაიქამბიქებინა კიდე. ხო, ანუ ისეთი ანგარიში ჩამოვიდნენ რეალურად ენფილდზე. ერთი გოლი ძალიან ბევრ რაღაცას წყვეტდა რა, იმიტომ რომ ხა ერთი გოლი, ანუ 1-0 რო გასულიყო ლივერპული წინ, მერე ერთი გოლის გატანა ენფილდზე მithumetes ეს რაღაცა მაგია უნდა ჩართულიყო წესით და საფონოზე უეჭველი უნდა ვთქვათ რა, მიუხედავად იმისა, რომ ხა ამ ფეხბურთელის გასწვრივ დროშა ძალიან არ მოგწონს. მაგარი მეკარია, ნუ შევალიე სკამზე გადაუშვა და გაბენჩა ასე ვთქვათ, მე მგონი საშვილიშვილოდ და ნიშნულოვანი სეივები ერთი, შვენივრად თამაშობს ფეხით ეს მეორე და ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ მე მგონი ხანგრძლივადაში საფონოვი უფრო იქნება PSG-ს ძირითადი მეკარე, ვიდრე შევალია ადგილს დაიბრუნებს რა. და როგორი იყო მოლოდინი, რომ გასულ სეზონში დონარუმა ყავდა პარი სენ-ჟერმენს და ყველა თითქოს ველოდებოდით, რომ აი პლეი-ოფში გამოჩნდებოდა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის ფიგურა იყო დონარუმა შარშანდელი პარი სენ-ჟერმენისთვის და ეს ჯერჯერობით არჩევს, იმიტომ რომ საფონოვი ჩელსისთანაც ძალიან კარგი იყო. კვარა რო ეუნებოდა რომ ამას მიეცით მაშინ საუკეთესო
საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიო და ეხა კიდევ უფრო სოლიდური. და რახან მეკარეებზე ჩამოვაგდეთ ლაპარაკი, გიორგი მამარდაშვილზე უნდა ვთქვათ აუცილებლად. აქაც 2 გოლი გაუშვა. რთულია რომელიმეში მისი დადანაშაულება, უბრალოდ იქეთკენ მიმყავს საუბარი, რომ ინგლისური პრესა კვლავინდებურად, აქტიურად და აგრესიულად, ასე ვთქვათ, ჩაწერამდე ზუსტად საუბრობდით, საერთოდ რთულია მეორე მეკარის ხვედრი იმ ხრივ, რომ როდესაც პირველი მეკარი რაღაცა ლეგენდარული და ძალიან მაგარი, ამ შემთხვევაში ალისონ ბეკერზე მაქვს საუბარი. როგორც კი გოლს უშვებ, არ აქვს მნიშვნელობა რა მომენტში უშვებ გოლს, ეგრევე შედარება მიდის იმაზე, რომ აი ამას ალისონი აიღებდა, ან აი ამას ნებისმიერი პირველი მეკარი, რომელიც მაგარი მეკარია, ეგ აიღებდა და მამარდასზე ვთქვათ პრინციპში, როგორ მოგეწონათ ეს ერთი და მისი პერსპექტივები მაინტერესებს ამ დროს აზრი განსაკუთრებით. პირველი თამაში უფრო მოგვეწონა, რა თქმა უნდა, მამარდასგან, რომელიც ჩაატარა პარკ დე პრენსზე ვიდრე ენფილდზე. მიუხედავად იმისა, რომ იქ სტივენ ჯერარდმა თქვა, რომ ასაღები ბურთი იყო. მე უფრო ვიტყოდი, რომ აღებადი ბურთი იყო, ანუ ალისონისგან წარმომიდგინა იმ ბურთის ბოგერია, მაგრამ ასაღები და მეკარისთვის დასაბრალებელი, ჩემი აზრით, არაფერი ყოფილა, ოღონდ მე ის სულ გაითვალისწინოთ, რომ ძელებს შორის არასდროს არ ვდგარო, მით უმეტეს 7 მეტრიან. და ქართველი ხარ კიდე ესეც ცოტა სუბიექტურობისკენ ქაჩავს. მაგრამ მიუხედავად მაგისა, პირველი თამაშის მერე ჩემი განცდა ის იყო, რომ ლივერპულელთაგან საუკეთესო იყო მოედანზე მამარდა. რაც შეფასებებითაც დამტკიცდა პრინციპში, აი ქულებით შეფასება რო ვთქვათ რა. და აქ იგივეს ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ მე რომ კარგად ითამაშა. მეორე ტაიმი ძალიან კარგი. 47 წუთზე ქონდა პარის სენ-ჟერმენს პირველი ზუსტი პასი მეორე ტაიმში. ანუ ზუსტი პასი. 12 წუთი ვერ გააგურეთ. და აი სამ პირველ 7%-ის გოლამდე, დემბელის გოლამდე იჩაგრებოდა პარის სენ-ჟერმენი. იჩაგრებოდა პარის სენ-ჟერმენი და დაცვა ძალიან კარგად თამაშობდა ლივერპულის. აი რაც თავარი პრობლემა არის ალბათ ლივერპულის ამ სეზონში, აი კონატეს და ვან დაიკის დუეტი ძალიან სოლიდურად გამოიყურებოდა ორივე და მამარდას რაც შეეხება, ჩემი აზრი და სურვილი მაინც ის არის, რომ ესპანეთში დაბრუნდეს. აი ჩაწერამდე სულაპარაკავთ მაგას, რომ ძალიან მინდოდა რომ ატლეტიკოში გადასულიყო, იმიტომ რომ ხასიათითაც და ყველაფრითაც ნაკლები წნეხი იქნება, ასევე ესპანეთში ენა კარგად იცის და მაგიტომ წარმომიდგენია იან ობლაკის იდეალურ მემკვიდრედ, მაგრამ უკვე ხალხი იმაზე ალაპარაკდა, რომ ალისონი იუვენტუსში შეიძლება გადავიდეს. ხო. და შეიძლება გამოთავისუფლდეს ადგილი მამარდასთვის ლივერპულში და როგორ გინდა ლივერპულის მეკარეობაზე უარეთ. ხო, აი სტივენ ჯერარდის კომენტარი ახსენე, რასაც, ანუ ეგეთი რაღაც ძალიან მარტივად რო ვთქვათ, არ მოსულა ასე ვთქვათ რა, როცა კლუბის ლეგენდა ხარ, შენს რაღაც შეცდომები დაგიშვია, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ის გასრიალ, აი ირაკლი ჩემოგვიერთდა. პარფარ, ოდიშ დავაგვიანდა, როგორ? უკვე ორივე მილანური გუნდის წარმომადგენელი ვარ. კი, და შუაში სერია ვარ. შუაში ძალიან ის თქვენი საყვარელი გუნდის წარმომადგენელი ვარ და ჩართე ოღონ გამორთული მაქვს. ხო, იმას ვამბობდი, სტივენ ჯერარდის ის ერთი და მეორე, აი გუნდელების დამოკიდებულება, ასე ვთქვათ რა, ის ვნახეთ, რომ აი განსაკუთრებით პარიზული მატჩის შემდეგ, რომ აი ყველა პასზე აკრიტიკებდნენ, რომ ანდაიკმა ხელები უქნია, ასე შემდეგ. რაღაცა ცოტა იქეთკენ ხო არ მიდის საქმე, რომ თითქოს დაბალი ღობეა გიორგი მამარდაშვილი და რადგან ძირითად შემადგენლობის ესე უცვლელი წევრი სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ არის, ყველანაირი კრიტიკა მიდის იქეთკენ, რომ აი ეს რო არ მომხდარიყო და აი ეს ბურთი რო არ გაეშვა, ვთქვათ ის რიკოშეტი, რაც პირველი გოლი იყო ამ შემთხვევაში, ამ ორ მატჩიან დაპირისპირებაში, ყველაფერი სხვანაირად წავიდოდა. სხვა შორის ერთ-ერთ საფეხბურთო პოდკასტში იყო საუბარი, შედარება იყო, აი ესპანეთი ახსენე და გაბრიელ პაულისტა იმდენად ვაშკაცურად ჩაეხუტაო მამარდასო, აი რაღაცა გვერდით დაუდგა, ხო ხტები, ერთ-ერთი მაგარი სეივის შემდეგ და სამწუხაროდ ეგეთ რაღაცებს აქ ვერ ვხედავთ. არა და როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელი მოდის გუნდში, რომელიც კარგი მეკარეა, სხვანაირად ლივერპულში ვერ მოხვდები ვერც ერთ შემთხვევაში, გუნდელებისგან უნდა იგზნობოდეს პირველ რიგში ეგ მხარდაჭერა და როდესაც ვან დაიკი ხარ მით უმეტეს. ვან დაიქს ვის და ვან დაიქს არ უნდა ეშლებოდეს, მე მგონი როგორ უნდა მისცეს რაღაცა საფორთი თავის ფეხბურთას, რომელიც იუვენტუსში პოტენციურ წასვლას ახსენე ალისონის და შეიძლება ეს ტიპი მომავალ სეზონში იყოს ლივერპულის ძირითადი მეკარე. ვან დაიკი ძალიან დიდი მცველია, და სულ ფიქრობდი რომ კარგი კაპიტანი იქნებოდა, მაგრამ ეს ჩემი ბოლოდინი ასკარად ვერ მართლდება, იმიტომ რომ საკმარისად ვოკალური ლიდერი არ არის მოედანზე, თანაგუნდელების გამხნევებას, მაგალითად ჯორდან ჰენდერსონს უკეთესად გამოდიოდა ვიდრე მას და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი მცველია მართლა და ამ ეპოქის შეიძლება საუკეთესო მცველიც კაპიტანად ვერ საუკუნის ნაკრებში მოხდებოდა. ალბათ კი, გაშნეხ მალდინის რამდენს ჩაუთვლი და ნესტას. მალდინი მაინც ალბათ უფრო წინა საუკუნეა და. ჩემები არ დამიკარგოთ. ხო, არა. არა, ვან დაიკი რომ სიაში იქნებოდა ასარჩევში სიაში. ხო, უეჭვენ. ისე ის მაკალისტერის ეპიზოდი არ იყო პენალტი? ჩემთვის არა. ჩემთვის ეგ არის აი ეგრეთ წოდებული soft penalty, იმიტომ კონტაქტი იყო, თუმცა მაგის გამო ბურთზე კონტროლი ხო მაინც მაკალისტერს ჰქონდა. მაგრამ აი ძალიან მსუბუქი შეხება მომეჩვენა ეგ რა. ისე როგორც ულმოზე არ მგონია პენალტი ხო. და პაჩო მაგარი დარწმუნებული იყო რომ პენალტი არის.
ანუ ზოგადად როცა ეგეთი და მე თავიდან მეგონა რომ პენალტი იყო და საერთოდ გამიკვირდა ხო საერთოდ გამიკვირდა ვარზე რატო გაუშვეს თავარი მსაჯი და პაჩო იმდენად დარწმუნებული იყო რომ ვიფიქრე რომ მეთქი ხან პენალს გააუქმებენ თქო რა და ეგრეც მოხდა. ხიჭო soft touch-ი ლივერპულის კაი არაფერი. რაღაცა გამახსენდა soft touch-ზე რა ლივერპულის თამაში იყო. ვის თამაშებოდა? ბიჭო მე მართლა ვერ ვიხსენებ და მაგრამ ინტერთან ეს რო უქნა და ამ სეზონში ხო ეხლა ცოტა რის გამოც ირაკლის კომენტატორებს ეგ გვაქვს რომ ლიგის ფაზაში ვერ უყურებთ ყოველთა რა მე ვნახე ეგ და მაგით ირაკლის გონია რომ მაგის გამო ინტერმა ვერ მოიგო წელს ჩემპიონთა ლიგაში. მაგის გამო არა მოიგო ფინალში მაგიტო ვერ გავიდა. შენ იმდას მოახერხებდი რომ მაგ ყველაფერს ჩემპიონთა ლიგის იმამდე და მაგრამ მე ეხლა მამეთ სპორტინგს გააგდებდა. თუ ის ხდებოდა მე რამნიშნულობა სპორტინგს ხდებოდა კი ბოდო სპორტთან არა ეგ ბოდოსთან არ უნდა ითამაშა ხო სხვანაირად გავიდა ხო სხვანაირად რომ ბოდოსთან გეთამაშა მოგიგო მე სპორტინგი შეგვდებოდა და მე არ სე აბა ბოდოსთან ლაუტარო დაიმტრა და მან ნერვიულეს ნახევარი სეზონი მაგრამ რამიშნულობა ეს ინტერი გავარდნილებზე არ გვინდა საერთოდ სპაყოფილი უნდა იყოს რომ სკუეტოს იგებს დამსახურებულად თუმცა იგებს იმის ხარზე რომ სხვა იტალიური გუნდები არ არიან სამწუხაროდ არ იგებს მილანი აგებს და ნაპოლი უფრო ხო დაახლოებით იგივე თქვი ხო რა აი ეს ინტერი საჩემპიონო გუნდი არ არის, მაგრამ იმდენად არის დაცემული სერიას დონე, რომ ნუ კაი სერია მოიხდის, მაგრამ კარტებაზე საუბარი. ხო, იკა ლივერპულ ქართველების ჯახზე მოვა სწარით ჯერჯერობით ხოლმე საუბარი თუ რაღაცის დამატება გინდა მას შეხვედრასთან დაკავშირებით. თქვით, მაგრამ ანუ მეტი რა უპირატესობა უნდა მიეცა პარის სენ-ჟერმენს ლივერპულისთვის, რომ რაღაცა ეკნათ. ან მომენტები ჰქონდათ, მაგრამ ანუ რაღაც მომენტში ვინგერებიც აღარ ეხმარებოდნენ დაცვას, არც მაღალი პრესინგი იყო, არაფერი არ იყო. ჩემი აზრით შეცდომა იყო ალექსანდრ ისაკის დაყენება ძირითად შემადგენლობას. ნუ სალაჰი როგორ ფორმაში არ უნდა იყოს, ხან მით უმეტეს წინა თამაში გატაილი ქონდა ფულემთან. ათამაშე რა ჩემპიონთა ლიგას ბოლო თამაშს ატარებს ორბურთიანი სხვაობით აგებ და მეორე ვარიანტად ეხა შენ რო ყავდეს კარგ ფორმაში ყოფ ფეხბურთელი გასაგებია, მაგრამ ალექსანდრ ისაკი 2 დღის წინ დაბრუნდა ტრავმიდან ძლივს გადაადგილდებოდა უბრალოდ პროიდანზე. აი რა მიზეზი შეიძლება ყოფილიყო და დაიწყო ძირითადად ისაკ. მით უმეტეს დატოვა სკამზე გუმოაც, რომელიც მარცხენა წერტილი იყო ფულემთან და ლამაზი გოლიც გაიტანა. აი ეგ გაწოდებები რატო მიიღო ვერ ხვდები რატო არ დააყენა რიო და სალაჰი მაგარი აჭრილია სლოტი რა სლოტი აჭრილია სასასვლელია ეს აი დაკარგულია გასახდელი კიდე ერთხელ ვიტყვი რომ ეხლა ხო დაიწერა ჩაბი ალონსოს ძალიან ბევრმა გამოცემა დაწერა და პირველი რაც ვქენი დაურეკე ბებიაჩებს და ვახარე მე მგონი ხო ლივერპულის გულშემატკივარი რა ბებიაჩები არ იცოდი? ბებიას უფრო იოტოს გულშემატკივრობა უხდება ზოგადად არა. არა, ბებიაჩები არის ლივერპულის გულშემატკივარი და რავი, ალბათ 1-5 წლის სიცოცხლე ვაჩუქე რომ უთხარი სლოტს დიდი ალბათობით გაუშვებენ თქო ერთი სული აქვს როდის მოვა ზაფხული. ალონსო არის ფურცალზე იდეალური კანდიდატი, ხო? მაგაზე idеალური რა უნდა მოძებნოს. ან ვირცი და ფრიმპონგი არიან გერმანელებს იცნობს, ხო? ხო, გერმანელებს კარგად იცნობს, თან გუნდის ლეგენდა და რავი, სლოტი საერთოდ არ სლოტი ცუდი მწვრთნელი არა. სლოტი გონია რომ თამაშობს, რომ აი სლოტი კარგი მწვრთნელია იმ ერთ სათამაშო სისტემაში, რომელსაც აი შარშემდა დაამტკიცა რომ კარგი მწვრთნელია უბრალოდ. ამ სეზონში სლოტს მოუწია რაღაცეების შეცვლა თავის იმაში ამ შეცვლებში აირია, მაგრამ მე მგონია რომ ეს სლოტის ბრალი არა რომ მოუწია, ხელმძღვანელობის ბრალია, იმიტომ რომ ძალიან დააყარა ხალხი ზემოდან, რომელიც უნდა ანუ ფეხბურთელს როცა ცული უნდა შეცვალოს მსგავსი პროფილის ფეხბურთელი. ტრენტი რომ მიდის და ფრიმპონგი მოდის, სხვა პროფილია ფრიმპონგი, სხვა რამეს აკეთებს მოედანზე. მაგიტო იყო რომ ხან სობოსლაი იდგა და ხან კერტის ჯონსი და ხან ვინ იდგა იმ მცველის პოზიციაზე. იგიც ხო ძალიან რთულია ტრენტის შეცვლელი რომ მოძებნოს. სობოსლაი უნიკალური მარჯვენა მცველი არის. რა ტრენტს რა შეუძლია, არც ერთ მარჯვენა მცველს არ შეუძლია. კი ბატონო. მეტნაკლებად სობოსლაის შეუძლია. სობოსლაი ყველაზე ნორმალური, ყველაზე ტრენტის მსგავსი მცველი იყო მანდ. ნახევარ მცველი და სხვა პასით ძალიან შეძულია რომ შეედა რომ ტრენტს მაგრამ ძალიან ბევრი რამეში არ გაუმართლა ზოგადად ლივერპულს, ნუ ტრაგედიიდან მოყოლებული. ხო, ეგეც ახლა ეგ ისეთ ფაქტორია, რომელზეც ნუ იყო ხოლმე რაღაც რო დავდე ვიდეო რაღაც კომენტარებში წერდნენ ხოლმე რომ აი რა ეგრე კი არაა და რაღაც მაგრამ შენ ანუ ყოველ 20 წუთზე უბრუნდებათ ფეხბურთელებს ეს ტრაგედია რა როცა ტაშის დაკვრა იწყება და ხო შეუძლებელია რომ რაღაცა ის გასახდელში არ არის ნამყოფი არ იცის ახლა ეგ რა გავლენას ახდენს მოთამაშეებზე ზამთრულია წავედით მაშინ ნელ-ნელა გადავინაცვლოთ პრინციპში ისეთი თამაში იყო პარალელურად და ისეთი ვაიბები მოქონდა მაგ თამაშს რომ დარწმუნებული ვარ უფრო მეტმა ადამიანმა შეიძლება იმას უყურა ესპანურ დაპირისპირებას რეალურად მე მაგალითად ორივე მქონდა ჩართული უბრალოდ უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევდი ატლეტიკო ბარსელონას, იმიტომ რომ სასწაული თამაში გამოვიდა და აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა რამხელა განსხვავება ჩემპიონთა ლიგის თამაშებსა და შიდა ჩემპიონატის თამაშებს შორის რა. სიმეონემ ხო დაუბარა ფლიქს, აქ მოგიწევს დაბრუნებაო.
და მე გამოვაგდო კიდეც ჩემპიონთა ლიგიდან. სიმართლე გითხრა, მეც იგივეს ვიზამდი, ანუ ორივეს ჩავთავდი, რომ არ წამეყვანა რომელიმე. თუმცა ამ შემთხვევაში დასპოილერებულმა ვნახე უკვე თავიდან ბოლომდე რა თქმა უნდა ბარსელონასა და ატლეტიკოს თამაში უკეთესი რა უნდა მენახა ვერ დავიძინე დილის 8 საათამდე იმდენად თამაშილების ქვეშ ვიყავი გადახვეული თამაშის ყურების შემდეგაც კი თანამედროვე პერიოდში ძალიან რთულია რომ ანგარიში არ ნახო თორე ადრე კაი იყო რა არ იცოდი ანგარიში Facebook-ზე არ შეხვიდოდი და ანგარიში არ ვნახე ტაფსონა ვნახე ტაფსონას სულ არაფერი არ ეთქვა სახეზე ეწერა ყველაფერი ტაფსონას დაურეკე თამაშის მერე კითხვა მქონდა არ მიპასუხა მოდი მაშინ ტაფსონას გავსი ადამიანი დავიწყოთ ამ თამაშზე საუბარი ბარსელონას ფანით. ვიზუალურად არა, ან ბარსელონა მე თვითონ ორი თამაშის ჯამში, ორივე თამაში უკეთესი იყო ვიდრე ატლეტიკო, მაგრამ ეგ არ იყო გასაკვირი. ანუ ბარსელონა რავი უკეთესი უნდა ვიდრე ატლეტიკო. სხრილს ჩახედეთ შეგიძლიათ ლა ლიგის ამხელაკული რატოს ხალხობა, მაგრამ ეხლა ახლა დასაკამბეკებელი ქონდათ, ანუ ორბურთიანი მაქსიმალურად გაიხსნენ, ანუ პედრი გავიდგა ცენტრში და ეს ძალიან დაეთყო შეტევასაც და დაცვასაც, იმიტომ რომ პედრი და გავი ეს არ არის არამაცი ფეხბურთელები, ანუ პრესინგზე, კონტრპრესინგზე ისინი სულ არ ბიან, უბრალოდ საყრდენი არც ერთი არა, ანუ ეს რაღაც სივრცე დაიცვას, არა მათი საქმე. და შეტევაში ამას მოქონდა ბენეფიტები, იმიტომ რომ არ საქნიდა მომენტებს და ბევრი მომენტი შექმნა. შექმნა 3 გოლის გასტანი მომენტი შექმნა. იქ ხوان მუსომა იყო ძალიან ბევრი. ხო. თან ცოტა გაუმართლა ახლა, ეგეც არის სათქმელი რა. ბარსას? ხო. სად? ანუ პირველი იდეალურად დაიწყო თამაში. ხო, იდეალურად დაიწყო. ჩანერგილი ტიპი რო ყავდათ. გამართლება ჩემს. ეგ ანუ პრესინგს თამაშობ რა. ხო, ჩაერთო პრესინგი, ანუ ეგ ხო აიძულე შეცდომის დაშვება, ანუ ის არ იყო რომ აი რაღაც ნოიერმა რო გააგორა პირველ წუთზე ბურთი და გაატანა გარშე ეგეთი არ იყო, ანუ იქ პრესინგი ითამაშეს და წაართვეს ბურთი. ბარსას გაუმართლა იმაში, რომ ამ დაცვითი დუოთი იყო წარმოგვიდგენილი ატლეტიკო ტრავმების გამო. ის არ იყო და ლანგლე როცა დგას ერთადში კი ბატონო ძალიან კაი გზელი პასი აქვს და ამის შეიძლება ავნოს ბარსელონას და პირველ თამაშიც ჩემპიონატის თამაში და ჩემპიონატის თამაში ავნო. თუმცა, ნუ ნახეთ ხო, დაცვაში გაფუჭება შეუძლია ანგლის. ფერან ტორესის მეორე გოლის დროს გამცილებელივით იყო, პირველი გოლი მაგის ესტოვას მოყვა. ხო, უბრალოდ მე ის თქმა მინდოდა, იცი, ერთი ის რომ როდესაც ანუ რეალურად ბარსელონას გამოვიდა იდეალური სტარტი ამ მატჩის რა. მესმის რომ პრესინგით მოვიდა ის გოლი, მერე მეორე გოლი მოვიდა. უბრალოდ აი მერე რომ მესამე გოლი გაეტანა ფერმინ ლოპეს იმ მომენტში აი მერე შეიძლება ის მომხდარიყო, რასაც ეხა მე ვამბობ. ანუ რას ვამბობ, იცი, როდესაც 2-0 მიყავს მეტროპოლიტანოზე და საშენოდ ტრიალდება მატჩი, ჩემი გადმოსახედიდან ცოტა უკან უნდა დაიხიო. ანუ ისეთი გოლი არ უნდა გაუშვა, ისეთი გოლი არ უნდა გაუშვა, როგორი გოლიც გაუშვა. ხო, ანუ არ შეუძლიათ, ანუ ეს დაცვა ვერ ითამაშებს საჯარიმოში უბრალოდ ანუ რაღაცა ბარსელონა წავიდეს უკან არ ჩააყენო რეზი, მაგრამ ცოტა რო უკან დაიხიო. ჟერარ მარტინი და ერიკ გარსია საჯარიმოში ეჭიდაოს ატლეტიკოს ვიღაც ფეხბურთას არა აქვს მნიშვნელობა ატლეტიკოსგან მალიორკას იყოს თქმიდა. მე დავსვო ვერ ითამაშებს ეგეთ დაცვას, ანუ ეგ ფლიკის რაღაც ფლიკი გასაგებია რომ ეგეთ ფეხბურთს თამაშობს ზოგადად, მაგრამ ეგ მარტო ახირება რა, ეგ პრაგმატული გადაწყვეტილებაცაა ეგეთი, რომ ამ დაცვის ხაზით თამაშობ მარტო ეგრე. კი შეიძლება თქვათ ეკამათო იმაზე რომ აი ინტერთან როცა აი რაღაცას დამატებითი დრო იყო და მაშინ მაინც რატო არ ჩადექი და 4-4-ზე რატო დარჩით ბოლო შეტევის დროს ეგ კიდე მოსულა, მაგრამ თელი თამაში რომ აი 70 წუთი ახლა წავედით და მოდი უკან დავიწიოთ, ეგრე ვერ თამაშობენ. მაგას არ გულისხმობ. ნახე, ესეთი კითხვა მაქვს. ზუსტად მაგაზე ურეკავდი ტაფსონას რო არ მიპასუხა და ეხლა ნუ მარტივი მისახვედრი იყო. ბიჭო, გახსოვს პარის სენ-ჟერმენი კი არა და ბარსა პარის სენ-ჟერმენი რო იყო ამ სეზონში, ზუსტად მეორე. ხო, ვიღაცა ჯანტუდან ბაიე. ხო, საბავშვო ბაღით რო ეთამაშა. ზუსტად მაგ თამაშის მეორე დღეს გქონდა ჩაწერა, ზუსტად ტაფსონა ყავდა სტუმარი და დაუსვი ესეთი კითხვა რომ ბიჭო, აი ცოტა რაღაცა ჯიქური და აი სხვა არა ახირება ხო არ არის უაზრო ფლიკის თქო. ბიჭო, ახირება მაშინ რესან კომპანიის ახირებაცაა. არა. უკეთესი ანგარიში ჩავიდა და ბაპე ვინისიუსი გიტევს. ატლეტიკოს ეგეთი შემტევები არ ყოლია და სად იდგა ხო ბაიერნის დაცვაც პირველ ტაიმში. და თამაშობდა. მოიც დავამთავრე. ნახე და მან გამოსა ეს პასუხი რომ ბიჭო ორჯერ არ გაამართლა რეალურად თო ინტერთანო და პარის სენ-ჟერმენთან. ეხლა უკვე მესამე იყო, სადაც არ გაამართლა ატლეტიკოსთან. არა, იყო კიდე თამაშები, ანუ ყველა გოლი გადის ერთნაირად რა. და მაქვს ესეთი შეკითხვა. ბიჭო, გასაგებია რომ დაბალ ბლოკში ეს გუნდი ვერ ჩადგება და კატასტროფა იქნება. ანუ არსენალი 2 იქნება და მაგაზე სალაპარაკო მაქვს. მაგრამ ხო არსებობს შუა ბლოკიც. ანუ ხო არ არის ეს გიჟივით თამაშგარის
ხაფანგის შექმნა აუცილებელია. Როგორც ოდნავი პრაგმატიზმი ხო საჭიროა. იმიტომ რომ ყველა გუნდს, რომელმაც დაცვა მეტნაკლებად იცის, როგორ დაიცვას კარი და რომელსაც აქვს ნორმალური შეტევა და ცოტა ფორმაშია. ყველა გუნდმა მოუგო. განსაკუთრებით პლეი-ოფში. ყველამ ატლეტიკომ მოუგო და ინტერმა ეს იყო დამატებით როქში მოუგო. პარის სენ-ჟერმენი დანარჩენი აი ვინ იყო ეგეთი გუნდი? ნუ პლეი-ოფში რა ისეც რა. აი ვინ იყო ეგეთი აი ვინ გამოაგდო ეგეთი დონის გუნდი? და ეგეთი ფორმაში მყოფი. აი ეგ არის არ შეხვედრია. არ შეხვედრია, იმიტომ რომ ხდებოდა სუზდო დორტმუნდს, ბენფიკას არჩევ. ხო, დორტმუნდი, ბენფიკა. ანუ მაგათთან გასაგებია რომ ამართლებს. ლა ლიგაში გასაგებია რომ ამართლებს, მაგრამ უკვე როცა ცოტა აი პარიზ სენ-ჟერმენს უნდა შეხედო რომ რაღაცა ეგ თამაშები რაღაც თავის კონტექსტი ხო ქონდა, ანუ ინტერთან იყო ბოლო წუთზე გაშვებული გოლი ანუ ეგ თამაშები იყო თამაშები სადაც ბარსელონა ჯობდა, ინტერსაც ჯობდა და ატლეტიკოსაც. თამაშის დონით ჯობდა. ბარსელონას თამაში იქნება ეგეთი ამ ფორმაციის, ნუ ჯობდა ხა ინტერს ავიო, მე ბევრად მეტი მომენტი შექმნა. ესე კლასიკურად რო შეხედო ჯობდა, მაგრამ თამაში იქნება ეგეთი რომ მე შევქმნი მეტ მომენტს. ჯობორა. და ბარსელონას რაღაცით უნდა მოუგო, ამ შემთხვევაში ინტერმა სხვა პლუსები ნახა, ატლეტიკო ფეგბურთის თამაში ვერ აჯობებენ. ხო, აი ეგრევე ვფიქრობ მე უზრა. ბაიერს ან პარის სენ-ჟერმენი. ანუ ჰანსი ფლიკის სქემა რეალს ხდება თუ ვისაც ხდება, ყველას ხდება ესე, რომ მე დავუშვებ ჩემ კარებთან გარანტირებულად დავუშვებ 5-7 მომენტს. მაგრამ მე შევქმნი იქ 20 მომენტს და ყველა თამაში მეცქმნის. ვიდრე მოწინააღმდეგე, მეც შევქმნი და მე არის უკვე როგორ იცი, რეალიზაციის საკითხია რა. როცა შენ მეცქმნი, მეტი პროცენტულად მეტი შანსი გაქვს, რომ მეც გაიტან. ხო? და ნუ გაუტანიათ რა რეალს უგებენ კლასიკოებს, ხო? ეგეთ თამაშით. იმიტომ ბაბას ჰეტრიკები, ბაბას გაქვს ჰეტრიკები გაქვს, დუბლები გაქვს, ყველაფერი გაქვს, მაგრამ ამათ მეტი გააქვთ. რეალი არ არის ანუ ატლეტიკო არ არის რეალი და რეალმა რეალურად მე ცოტა გოლი არ გაქვს. ანუ გავარდნილ თამაშებში ცოტა გოლი არ გაუტანე, 6 გაუტანა ინტერს. ანუ შენ ვერ დაუშვებ იმას ავტომატურად, რომ მე აი 7-ს გაუშვებ რა. 7-ის გაშვება ბევრია. იქ რაღაც მომენტებში ინტერსაც გაუმართლა ალბათ რაღაც ეპიზოდებში, რაღაც მომენტებში. ატლეტიკოსაც ახლა 4 გაუტანა, ნუ პირველ თამაშში 4 გაუშვება რა, ნუ ქონდა მომენტები თან ახლა ატლეტიკოსთან რეალურად აპლიკაციით თამაშობს. მაგრამ ეგეც ბარსას პრალი. ხო, მაგრამ ეგ უშვება, ანუ შენ სხვანაირად ვერ დაიცავს, ბარსელონა სხვანაირად ვერ დაიცავს თავს. მესმის რომ ახლა ეგ რაღაც პრაგმატიზმს თუ მოითხოვს, მაშინ მოითხოვს სხვა დაცვაზე გადაწყობას. მე ვთვლი რომ გვარდიოლა სიტი თამაშობდა საუკეთესო ფეხბურთს 2017-18 წლიდან მოყოლებული. შეიძლება ფლიკის ბაიერნი ჯობდა იმ სეზონში და დანარჩენი სეზონები ყოველას ჯობდა. მაგრამ სანამ გვარდიოლა 4 ცენტრალური მცველი არ დააყენა ხაზში, მანამდე ლიგა ვერ მოიგეს. ხო? ანუ მაშინ მაგას სხვა დაცვა ჭირდება, მაშინ სხვა ხალხი უნდა მოუყვანონ დაცვაში და კი თამაშობს ახლა ფლიკის ბაიერნში სხვა ხალხი იდგა. და იმ გადაუარა ბაიერნმა ყოველს. შეცვალეს ეგ უკვე ძალიან დიდი ის იყო. გავატანო ბასტონი რას ბასტონის აღარ დაედგმება ფეხი ჩემი ეს იტალიაში. მაგრამ ინტერის ფანებმა ისე დაასაფორტეს და ძალიან მომეწონა ეგ, იმიტომ რომ მეც ეგრე ვიზამდი ინტერის გულშემატკივარი რომ იმიტომ ბასტონი ამას ინტერის ფანებისგან იმსახურებს. იტალიის ნაკრების გულშემატკივრებისგან ნაკლებად, იმიტომ ნაკრებში მე ბასტონის კაი თამაში იშვიათად მახსენდება. მაგაზე მაგ ჩემი გამართლები. მან თან ინტერს ისეთი ყავს ერთი ნაკრებში კონკიერო გოგრად გადაიქცევა დიმარკო იმენა, რა ნაკრებში ეს კატასტროფა ხდება იმენა. ნაკრებში და მიუნხენის ფინალში. ანდრო, იმაზე გითხავ აუცილებლად ჩაწერამდე ვსაუბრობდი და აქაც საინტერესო იქნება მე მგონი განხილა. წინა თამაშსაც ეგ გამოხმაურება მოყვა ბარსელონა ატლეტიკოს გულისხმობ და ამ თამაშსაც საჯებზე საჩივრის დაწერა, ასე ვთქვათ, ბარსას მხრიდან. მაგაზე მაინტერესებს შენი აზრი რა. მე ზოგადად მეზიზღება საჯებისთვის გადაბრალება იქ. არა, მე საჯები მეზიზღება და მე მეგონა ეკრედა. ხო, რაღაცა სასტიკა, რაღაცა ეურებობ რაც ქნა, იგივე რაღაც არაკეთებს საჯი ზოგადად. მაგის მერე საჯზე პრეტენზიების წარმოთქმა ძალიან მეუხერხულია მით უმეტეს ისეთი რაღაცის გამო, ხო, ვარის ეპოქაში ისეთი რაღაცის გამო, რაზეც ლაპორტამ გააგზავნა საჩივარი. ეგეთ რაღაცას გაგდებული კაცი მინახავს მე ერთხელ მარტო. კოკე ბრხელის დაიჭირა. ტაირონ მინქსი გასულ სეზონში ასტონას თამაში იმას ხმის. სხვა შორს ეგ წინა გადაცემაში აუხსენით წესებში რა წერია და ძალიან გადაცემაში აუხსენით. კი, ახლა ანუ ძალიან დებილი წესი. რეალურად მან რას აქცევ ვინც ყურადღებას? ვინც მაგ მომენტში დაცვაშია, ანუ იმიტირებულ პრესინგზე მაინც თუ მიდის, მან ხელით თამაში ინიშნება. თუ არ მიდის და უბრალოდ დგას და არავინ პოზიციას არ იცვლის მაშინა, ანუ თამაში არ არის განახლებული. არა, აქ ჩემი აზრით ეგეთ ეპიზოდს და მაგის გამო საჩივრის დაწერა ცოტა უხერხულია, მიუხედავად იმისა, რომ მან რო პენალტი დაედო საჩ. ვერავინ ვერ იტყოდა. ხო, ნუ ხელში დაიჭირა ბურთი.
თვითონ გაიაზრებინა, მიხვდარ იყო სად არის, ვინ შეეხო გურს და რა მაგის პრობლემა, რა ბარსელონას პრობლემა. ბაზარი არა მაგრამ მაგის გამო საჩივრის დაწერა, აი ცოტა კიდევ ერთი რაღაც მე რაც გამიკვირდა იყო რა შესრულდა. აი მუსოს და ლოპესის მომენტზე წერდა ძალიან ბევრი რომ გასაგდები იყო და სეივი გააკეთა და შემთხვევით მოხდა. დასრულებული იყო. გასაგდები იყო. აი რა იქნა? ლოპესი რა თავი ჩაარტყა ფეხში. არა მე მართლა ვერ ხვდები ანუ რა უნდა იქნა? ხო ანუ რა უნდა იქნა? არა მე მანდ საჯობაზე არის ეგეთის რავი გადაცემამდე თქვი რომ სულთა საკვანძო ეპიზოდები ყველა სწორად იმსაჯა. უბრალოდ თამაში წაიყვანა სხვანაირად, იმიტომ რომ როცა იცი რომ ერთი გუნდი არის ტექნიკური, რომელიც შეტევაზეა ორიენტირებული, მით უმეტეს დასაკამბექებელი აქვს და მეორე გუნდი უხეშობს. უნდა რაღაცნაირად დაარეგულირო თამაში, იმიტომ რომ მე-10 წუთზე პედრი ნაცემი იყო იმენა მე მაგის შეთანხმები, იმიტომ რომ ურყამდნენ ფეხებში ყველა. 30 ფოლზე მისცა 3 ბარათი, მე მგონი ატლეტიკოს ფეხბურთელებს ტურპენმა რა. ორივე თამაში რომ გავხალხე. ხო მესმის, მაგრამ ნუ კონტექსტი თამაშის სხვადასხვა არა. ეგ ხო არის ყო ბაიერნი რეალი, როცა ორივე საერთოდ ტექნიკური ფეხბურთელები ყავს და რაღაც იცი რომ ერთი გუნდი რასაც გააკეთებს, ხო? ხო ნაში სტერილურ გარემოში ხوار ცხოვრობს და პირველად ხوار უყურებს ამ გუნდებს რას თამაშობენ. როცა იცი ეგრე უნდა რაღაცნაირად დაარეგულირო. აი ზის სათვალეებზე და ყურსასმენებზე რა სიტყვა? მე ზოგადად ისეთი კაცი ვარ, რომ წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს. ჩემ გუნდზე წინასწარ ლაპარაკო კარგს, ვერაზოს მაგას ვერ ნახავთ. ნუ ბოლო წლებში შეიძლება ბავშვობაში ვაკეთებდი მაგას, იმიტომ რომ მე ერთი რაღაცის ჯერა. 10 წელი ეგრე იქნება. კამბექი თუ კეთდება ჩუმად. და არ ხმაურია. ჯერ თელსოფლიოს გავაგებინოთ, რომ ჩვენ დაკამბექებას ვაპირებთ და საკუთარი თავი დავიწნეხოთ და მე დავაკამბექოთ. ეგ კიდევ უფრო რთულია. იავალისგანაც ეგ მიგვირს ხოლმე რა, რომ ხანდახან აი ფანივით იქცევა. ფანმა შეიძლება გააკეთოს ეგ, მაგრამ სოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი შეიძლება საუკეთესო ფეხბურთელი გამოდის და ლებრონის ფოტოს აყენებს და წინასწარ ქმნის ჰაიპს რომ აი ლებრონის კამბექებას ვაპირებ ისევ საკუთარ თავს იგდებს ცუდ მდგომარეობაში მიუხედავად ის არის ფანტასტიკური ფეხბურთელი ისე პერსონალურად აპირებდა მგონი და კამბექებას იმიტომ რომ 5 კაცზე მიდიოდა რავი და ძალიან მაგარი ფეხბურთელია შეუძლებელია ამალიც შემონება არ მიიღო ვერაჩერი ანუ რაღაც უნდა მოიფიქრო ინტერმა 3 კაცს დაუყენა ატყუებდა. ნუ ბოლოს დაიღალა და მეოთხე კაცს ვეღარ ცდებოდა. აქაც ნუ 5 კაცს ბოლოს რაღაც მომენტში. საჯარიმოში რამდენიმე მოატყუა ხო? ხო, 5 კაცი იყავდა. ანუ 11 კაცი და 5 ამაზეა. დანარჩენი 9 კაცი რასაკეთებს? ან იმ ფონზე რომ პედრი არ იყო თავის საუკეთესო ვერსია, რაფინია საერთოდ არ იყო, იმიტომ რომ ამ ხანაგურში მიიღო დრამა. ფერატორესი ნუ კიდე შედარებით ნორმალური იყო, მაგრამ მაინც ფერატორესი იყო და არა ჰარიკეინი. აი მაგაზე გადაობთ ხოლმე რა, მე და იმედა ხო გავმაზეთ ოლისის უკეთესი საჩემპიონთა ლიგის სეზონი ექნება თუ იამალს. ანუ მოიგო იმედა, მაგრამ ოლისის ყავს ჰარიკეინი და ამას ყავს ფერატორესი და 40 წლის ლევანდოვსკი რა. აი პედრიზე რო თქვი, ერთი რომ პედრი ფორმაში არ არის, იმიტომ რომ ტრავმიდან დაბრუნდა და მეორე ისევ საჯებზე ძალიან წუწუნი გამომივიდა. უბრალოდ რას ვამბობ, იცი? მე არ ვთვლი კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბარსელონამ საჯების გამო გავარდა და შორს ვარ ამაზრისგან. არც ვარ პრინციპში ბარსელონას გულშემატკივარი და ამიტომ რა ვიცი, ატლეტიკოს გულშემატკივარი საერთოდ მაგ წულში უბრალოდ თანმიმდევრულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი რა, როგორ იმ საჯებს საჯი მაქვს. ლუკა მილორავა და წულში არ მახსოვს ვინეჯ და აპსონა მე მგონი ხო და ძალიან პოზიტიურად შეაფასეს ტურპენის მსაჯობა. მე ეგრე ვერ ვიტყოდი რა. აპსონა გიждდება ტურპენზე და შეიძლება ეგ ის. ხო, შეიძლება. უბრალოდ ანუ მეც მომწონს, იმიტომ რაღაცა კაფიო დრო იღებს გადაწყვეტილებას და ანუ თითქოს ეჭვი ვერ შეგაქვს, მაგრამ ნუ აი ძალიან მიუხედავად თამაში. არ უშინდება, მაგრამ ეგ შეიძლება საჯის ცუდი თვისებაც გამოდგეს ეგეთ იმაში, რომ ნამეტანი დაამტკიცოს. კი, ანუ აქ სტილების დაპირისპირება იყო რა, ანუ ეგ არის, შენ უეჭველი იცი, რომ პედრიზე 4 კაცი მივა და ამ 4 კაციდან ვიღაცა უეჭველი ჩაარტყამს რა, ვიღაცამ შეიძლება ხელი კრას, მეორემ ფეხი ჩაარტყას, ამ შემთხვევაში ერთი რო ფეხბურთელი ზიანდება და როდესაც ფეხბურთელს პირველ ტაიმში არაჩვენებ ყვითელს, მე 60 წუთზე არაჩვენებ ყვითელს, მე უკვე თანამედროვე ეპოქაში 5 ცვლილება აქვს გუნდს რა. ყვითელი რომ მიიღოს 75 წუთზე იმას გაიყვანს და 3 ცვლილების დროს შეიძლება 75 წუთზე ცვლილება საერთოდ არ ქონოდა, ხო ხვდები და ცოტა ამას ვუჩივი, ასე ვთქვათ. ხო, ცვლილება საერთოდ ჯოჯოხეთია გასაუქმებელია სასწრაფოდ რა. ეგ ხო კოვიდის გამო შემდგომ. ხო და ბოლო მოუღო ფეხბურთს. ხო, მაგრამ ნუ მომენტი ამდენ თამაში. დიდ გუნდებს კიდე უფრო ეხმარება და პატარა გუნდებს უფრო უმცირებს შანსს, იმიტომ იმას აქვს უფუნება, რომ დიდი გრძელი შემადგენლობა. ლევოს ხო, ანუ უფრო უხეში გახადა ფეხბურთი პლუს პერსონალური პრესინგი და აიყვანა პიქსზე, იმიტომ რომ 5 ნახევარ გუნდს ცვლი. კი, როგორ. ანუ
ვიღაცას მიუჩენენ პერსონალურად და დაყვება ყველგან, რავი, მოედნის იქით რო გავა გაყვება და მე მეორე ტაიმში რო დაიღლება, გავავა მეორე და მეორე დაძდებს უკვე და ის ურთხავს. ცხენს აღანაცვლებდა. ამალისნაირს ვერ იპოვი მეორე. კი ბატონო. საჯები ვახსენეთ და გადავიდეთ შემდეგ თამაშზე, რომელშიც ასევე აქტუალური იყო საჯების თემა, უბრალოდ მანამდე კიდევ ერთხელ არსენალზე არ ვისაუბრებ. არსენალზე ბოლოსკენ შემოუტოვე. ბოლოს დამიტოვეთ. კიდევ ერთხელ უნდა გთხოვოთ. ჰა? წარელ უკმა ეს. აუ არა, ძალიან გაბრაზებული. ვიდეოს დალაიქება უნდა გთხოვოთ, მოკლედ აუცილებლად ჩვენი არხის გამოწერა უნდა გთხოვოთ და ბექა ესერთი არ მაპატიებს, რომ არ უთქვა, რომ Manchester United-ს გარდა არც ერთ გუნდს არ გამოვიდა, რომ სახლში წაგებული 2-0 დაეკამბექებინა და სულ შერის ბავშვები. წურავდა მოკლედ ბექა, ეს იყო ერთ-ერთი რასაც წურავდა ამ შემთხვევაში და მოკლედ გაიწურა ბექა გილოცავთ შენ როგორც წითელში მაგ სასწაულ ფაქტს. რეალი ბაიერნზე ვისაუბროთ, კიდევ ერთი მაგარი თამაში ვნახეთ. მაგარი სუპერ. საუკეთესო ბოლოების ერთ-ერთი საუკეთესო დუელი იყო. დუელი. რა ვნახეთ ამ თამაში? გითხოვთ მოკლედ ბურთს დამოედანს. City Real-ის მერე ალბათ ყველაზე მაგარი ორმაჩიანი დუელი იყო რა. გასაგებია რომ ინტერი ბარსა იყო ეპიკური ნახევარფინალი. მაგრამ ეგ ხარისხი იყო ძალიან მაღალი. ხარისხი იყო ძალიან მაღალი. სტარი იყო თან რა. აქედან რომ ვინისიუს და მბაპე გამორბიან და იქიდან ოლისე კეინი. იქ აჩერბის რო არ გაეტანა. ანუ აი ბოლო წამზე გოლ მაქნა რა ეგ. ეს უეჭველი აჯობებდა. იმიტომ რომ ნუ ეს რაღაც სასწაული თამაში იყო. თუმცა ვერ ვიტყვი რომ ყველაზე ხარისხიანი. აი გაბროს უყარს ხოლმე მაგაზე აქცენტის გაკეთება თამაშს მე რამდენად ხარისხიანი იყო და არ მგონია რომ ეს ყველაზე ხარისხიანი იყო, იმიტომ რომ ბევრი შეცდომა იყო, ხო? მეკარეები მთავარი ატიგბირები იყვნენ მეორე მატჩში. მაგაში კი მან ერთი რაღაც დავამუღამე ჩემ თავზე მაგ თამაში. ანუ აი რაღაც მომენტში აი ფეხბურთს ხო უყურებ და დაახლოებით ხვდები რა ხდება რა რომ აი იქ ვიღაცა იხსნება უნდა დაატრიალოთ რა აი რაღაც ანუ აი ტვინი გააზრებას ვერ ასწრებდა რა ხდებოდა იქ ისინი უკვე გადაწყვეტილებებს იღებდნენ სულიდნენ თამაშს აი უმაღლესი იყო ხო თამაში ხო რაღაც აჩქარებული იყო ან მე ვიყავი ძალიან დაღლილი და არა და ეგეთ დაღლილი არ უყურებდი თამაშს აი უსწრაფესი გადაწყვეტილებები იყო. ერთადერთი რაღაცას დავწნაგული რომ დამატებით 30 წუთი ვერ ვიხილეთ ეს ტიპი. აუ, დამატებით 30 წუთი კი არა, მე თანახმა ვიყავი რომ ეგ თამაში 1-5 ტაიმი გაგრძელებული იყო. რაღაც ახალი წეს უცებ შემოეგდო. ანუ მე რა ვიცი, უშინაც თქვი და რაღაც რომ ეს იყო რეალის მაქსიმალური რესპექტი რეალს, როგორც ითამაშა ეს ორი თამაში, იმიტომ რომ მე მეგონა რომ უბრალოდ განადგურდებოდა. ანუ სულთა გუნდურ და სისტემურ დონეზე იმდენად წიდან ხა ბაიერნი რეალთან შედარებით რომ მეგონა რომ ეს იქნებოდა რაღაც ძალიან მithumetes კურტუას ტრამვა და კიდე რაღაც უბედურებები დაემატათ და ჩუამენის არ ყოფნა და სხვა რაღაც მეთქი რომ უბრალოდ ნუ ორ მატჩში მარტივად გავა ბაიერნი ეგეც მეგონა მაგრამ აი გუშინ იყო ბაიერნი მეორე ტაიმში განსაკუთრებით ბაიერნი იყო შეშინებული ბაიერნი იყო რომელიც ვერ რისკავდა პასის გაკეთებას რაღაც ერთმანეთს აჩეჩებდნენ თითქოს ბურთს მომენტებში რომ ზედმეტი შეხებები აი შეცდომები რაღაცები მას მოყვა იმიტომ რომ იმდენად ეშინოდათ რომ ბურთი დაიკარგება და მე ან ტრენტი ან ბელინგემი გადააგდებს იქ ისეთან ისე გადააგდებს რომ ისინი ერთ-ერთზე დარჩნენ იმათ ვერ დაეწევი რომ ანუ ბაიერნი რომელიც არის რაღაც ყველაზე სტაბილური ყველაზე მძლავრი სისტემა რომელიც 5 წამში იბრუნებს ბურთს დაკარგვიდან და რაღაც შეტევაში ყველა ერთმანეთს სulis და რაღაც 200 გოლამდე ავლენ ალბათ ამ სეზონში და რაღაც ეგეთ საკეთებენ აი გუშინ სანამ არ გააგდეს კამავინგა, ნუ კამავინგას მე სწორი იქნეს ამათვე რომ დააწუნენ ბოლომდე და დამატებამდე არ მიიყვანეს, მაგრამ ნუ აშკარად მეორე ტაიმში განსაკუთრებით 71% ჰქონდა ბურთის ფლობა და რაღაც 20 წუთიანი 21 წუთიანი მონაკვეთი იყო, სადაც კარისკენაც არ დაარტყა ბაიერნმა, იმდენად ეშინოდა ბურთის დაკარგვის. უბრალოდ აგორავებდა ბურთს ხშირად. სერიოზული ფაქტორი იყო მანუელ ნოიერი. პირველ თამაშში და მეორე თამაშში თვითონ განსხვავებულად. ნუ კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ ვინც არ უნდა იყო 40 წელს რომ იუკაკუნე გინდა ბუფონი იყავი, გინდა კასილოსი, გინდა ნოიერი, მაინც გეტყობა, არა განგრძობითაც ზართულია. რა წინა თამაშში არ ეთყობოდა? აი მაგას ვამბობ, განგრძობითაც ზართულია რომ სოლიდური იყო, თორე ერთ თამაში შეიძლება 50 წლის ნოიერიც ატარებდეს უმაღლეს დონეზე, მაგრამ აი პირველ თამაშის და მეორე თამაშიც რომ თავარი ფაქტორი იყოს და გუნდის კედელი ეგ უკვე ძალიან უჭირს ნოიერს და მაგის გამო შეიძლება შემდეგ მეტოქეს ანუ პარი სენ-ჟერმენს რაღაც მხრივ უპირატესობა კონდეს რა რაც არ უნდა სასაცილო ჭირდეს ეგ რომ საფონოვის მეკარეობა ურჩევნია ნოიერის მეკარეობას მაგრამ ნუ ასაკია და ცხოვრება ეგეთი არავის არ იდობს ან იქნებ ამ ერთმა კვირამ ქნა ეგ ან იქნებ რეალმა ქნა ეგ იმიტომ რომ 2 წლის წინაც დაუშვა არის ეს ბაიერნის მეკარეებს ზოგადად რეალთან მუხლები ეკვეთებას და ხელები უკანკალებს და რაღაცები ემართებათ ხოლმე ეგ გერმანელ მეკარეებს მე მგონი ლორის კარიუსიც ხო გერმანელია დიდი ხანი
დიდი ხანი ეგ ფაქტია უკვე. სასწაულები რო გააკეთ. ხო, რეალზე იმის თქმა მინდოდა რომ მეორე ტაიმში აი რეზიმ რაც აღნიშნა, ბაიერნი აშკარად იყო უფრო ფრთხილი ვიდრე ზოგადად ვხედავთ ბაიერნს და ამაში გარდაისახა ის რომ რეალის დაცვაც რაღაცნაირად გასტაბილურდა, ანუ შენრად იცავდნენ თავს, უბრალოდ კამავინგას წითელმა ბარათმა ძალიან ბევრი რამე არის, ანუ გეგმიდან ამოაგდო რეალი რა. ჩამოშალა. ხო, აი ჩამოშალა. დამატებით რომ და თუ მივიდოდა რეალი ძალიან ბედნიერი უნდა ყოფილიყო რეალურად, იმიტომ რომ როდესაც ცვლილებიდან შემოკავს ფეხბურთელი, ანუ თან არ დაგვაიწყოს რომ ბრაჰიმ დიასი მოხსნა. ანუ ეგ ცვლილება იყო დაცვაზე ორიენტირებული და ჩუამენის დანაკლისი იყო საკმაოდ სერიოზული, იმიტომ რომ ეგეთი კლასიკური საყრდენი ასე ვთქვათ, სხვა რეალს ლამის არ ყავს შემადგენლობაში და როდესაც კამავინგა შემოიყვანე, იქ ფორვარდი მოხსენი, რაღაცაზე უარი თქვი, ვალვერდე გადაწია იქეთ ფონზი დევისთან სარბენად ასე ვთქვათ, მერე როცა ამას აგდებენ, გართულდა ასე ვთქვათ საქმე და რეალის წითელზეც კითხავ ბარემან რომ იყო თუ არა გასაგდები, ბევრი ამას ვთვლის საჯის შეცდომად. მე საჯის შეცდომა დავთვლი. მე ვთვლი რომ შეიძლებოდა რომ დაენდობს საჯს, თუმცა კამავინგამ საკმარისზე მეტი მიზეზი მისცა საჯს იმისთვის რომ გაიგო რა. ყვითელი ბარათი როცა გააქვს და ფოლს იღებ. მერე ბურთს რომ მალავ მეტოქე გუნდის ფეხბურთელი გიახლოვდება და კიდე მალავ ამბობს და საჯს უდგა ხარ წინ, ეს არის აბსოლუტური სისულელე და პირველი ფოლიც ისე აიღო მუსიალას რომ ჩაეხუდა იქ მაგის აუცილებლობა იქიდან გამომდინარე იყო რომ თვითონ კამავინგამ დააგვიანა მუსიალაზე გადასვლა მაგ მომენტში ძალიან სწორად შემოვიდა. და რომ არბელოს შეცდომა არ დაუშვია. არბელოს ადგილზე მეც იგივე ვიზამდი, როცა წინ გავიდოდი ანგარიში, ალიანს არენაზე, შემდგომს მოხსნიდი და შემოვიყვანდი შედარებით დაცვით კამავინგას. ვალვერდეს გადაუშვებდი ფონზის დასაპრესინგებლად და შეიძლება ყოფილიყო მოგების იარაღი. არბელოს შეცდომა არ დაუშვია, არბელოს ძალიან კარგად გაართვა დაკისრებულ სამუშაოს აი ამ კონკრეტულ მატჩში, მაგრამ ერთმა კონკრეტულმა ფეხბურთელმა პირადად გაუყარა. შენ ხომ მიყავდა ეს თამაში? არ შენ არ მიყავდა? მე მიყავდა ლივერპულისა და პარის სენ-ჟერმენის. ხო, წინადან მოხს. შეგრძნებ არ დაგჭე ისეთი რომ საერთოდ არ ახსოვდა საერთოდ რომ იმას აი ხო ზუსტად ეგ. აი რო ხსოვდა არ გამორიცხულია რომ გაიგდო. ხო, ანუ შეცდომად მაინც არ აღიქნება ეგ რა. ანუ მაგ მით უმეტეს რომ რუდიგერი დაინდო 2 წუთით ადრე მეორე ფოლი რო აიღო ფლანგზე აუტის ხასთან. მან თავისუფლად შეიძლება რომ რუდიგერისთვის ეჩვენება მეორე ბარათი ახლა მაგდეჯი არ გაგიტარებს საჭირო. მან ყველაზე კარგი სწორი ახსნა მაგ მომენტის არის ის რომ საჯი არასწორად არ მოიქცა. ხო. ანუ სწორად მოიქცა ცოტა ისეთი მაგრამ წესებით არასწორად არ მოიქცა. ვიტყვი რა რომ არასწორი. მაგრამ ეგეთ მომენტებში არ აგიდებენ ხომ? ხო რა, ანუ აი თვითონაც მე შეეტყო რა უბრალოდ თამაში გამოფუძნდა რა. ანუ მანდ ხა უკვე ვეღარ დაიქვა. ამოღებულზე უკვე. ხო რა თქმა უნდა, ანუ ყვითელი რო ხსომებოდა რომ ყვითელი აქვს კამავინგას და მე ამ ეპიზოდში ყვითლის ამოღებით ფეხბურთელს ვაგდებდა რეალს ტოვებათი კაცით. არ გააგდებდა ამაში 100% დარწმუნება ვარ. უბრალოდ მეორე მხარეს შევეხოთ რა. ეგ წესი, არ ვიცი, პრემიერ ლიგაში დაინერგა თითქოს წინა სეზონის დეკლარაცია, აი ძალიან ბრუტალურად ჟიდნენ ხოლმე. როსარიო გააგდეს არსენალს. მე დეკლარაცია როსარი სიტისთან. როსარი სიტისთან რო გააგდეს და მე ვაკაცი რო იდგა საჯარი მოშე. ხო, ანუ მე მახსოვს კალათბურთს რო თამაშობდი ბავშვობაში, როდესაც ბურთი ჩავარდება, მეტოქის ფარში ამ შემთხვევაში და ვარდება ბურთი, ეგ უკვე შენი ბურთი არ არის და ხელი არც უნდა ახლო რა და ჩვენ მაშინ პატარები ვიყავით და მსაჯები ძალიან მკაცრად გვიდგებოდნენ ამ საკითხზე, რომ აი იმ ბურთს თუ ხელს შეეხებდი, ეგრევე ტექნიკურ ჯარიმას გისტვენდნენ და სხვათა შორის ერთადერთი ტექნიკური მაქვს მიღებული და მაგას. ამის გამო, ხო და მე ძალიან ფრთხილად და ეხაც რო უყურებ კალათბურთს, ეგ ძალიან ხშირი მომენტია, რომ აი ბურთი რო ჩავარდება, ესე აკეთებენ ხოლმე კალათბურთელები, ანუ არ ვეკარები ამ ბურთს, იმიტომ რომ ისჯება. პარალელურად ხდება იგივე ფეხბურთში და აქ როდესაც შენ ეგ ბურთი შენი არ არის, დაკარგულია საჯმა ჩათვალა რომ ეგ ბურთი შენი არ არის უკვე და შენ კიდევ ხელს მიგავს, ანუ ხელოვნურ უპირატესობას უქმნი შენ გუნდს რა. იმ ეპიზოდში მოწინააღმდეგე ბურთი ხო ეგრე წერია წესებში. ხო, მაგრამ delay of the game. ხო და იმ ეპიზოდში რა ვიცი, ბაიერნის ვიღაც ფეხბურთელი გაიხსნებოდა, რეალის დაცვა გადაეწყობოდა, ხო ხვდები და ის ისტერე იცი რა იყო. აბა? ამა ხო იმიტომ დაიჭერა ხელებს ბურთი რომ სწრაფად არ განაახლება თამაში ბაიერს და კეინი ჯერ კიდევ იწო, ანუ ბაიერს არ აწყობდა მაგ სწრაფად განახლება თამაშის. კეინის გარშე ეხა თუ შეუტებდნენ, არ ვიცი ზუსტად რა მოცემულობა იყო მოედანზე, მაგრამ წესით ეგრე არ უნდა ეკნა რა კამავინგა. მოკლედ კამავინგამ პირადად კი. შეიძლება კამავინგასაც არ ახსოვდა რომ ყვითელი ქონდა. აი უკვე არ ვიცი ისე ხელი მოაწერა პირველ ბარათს რა. ის არის რეალის ეს პროექტი, რაც ჩიხშია უკვე. ნუ 2 სეზონი უტიტულოდ რჩებიან მას შემდეგ, რაც მოქმედმა ჩემპიონმა დაიმატა სოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. იმ დროს ყოველ შემთხვევაში ხო და ანუ რა ვიცი, არის მე ვთვლი რომ ეგ თავიდანვე ჩიხში იყო, მაგრამ ეხლა უკვე ძალიან ჩანს, იმიტომ რომ ინდივიდუალური დონე ხო ძალიან მაღალია. ანუ მაგაზე არა საუბარი, უბრალოდ
ზედმეტად დაუბალანსებელი გუნდია რა, ანუ მე ვამბობ რომ მტკივნეული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ბაპეს და ვინისიუს შორის ერთ-ერთი გაუშვა და ჩემი აზრით ვინისიუსი, იმიტომ რომ ბაპე უფრო ეპოქალური ფეხბურთელია, ჩემი აზრით. ბაპე ახალი მოსულია. და ახალი მოსულია და ისტორია აქვს დასწრილი რეალში და უფრო ხშირია და ასე შემდეგ, უფრო კარგი ტიპია. ეს სუბიექტური შეფასება და დიქტატორი ბაპე რა. გონია ხო, არა გენერალი თუ რა. ხო, ნუ ეს მიმები გასაგებია და ბაპეც არ არის აგეოზე არც ამალი არც რომელიმე სხვა ეხლა. მაგის გამო არ უყურებ ფეხბურთს არ გულშევათ პირველ ფეხბურთელებს ალბათ. თორე ეგრე საკაზე კაი ადამიანი რომელია. მიხვეწები, აი ეს გადაახვიე, თორე გამოვშტერდი. ხო და რავი, ჩემი აზრი იყო ეგეთი, აი 3-4 თვის წინ ვუყურებოდი დაჟე ჩემ მადრიდისტა მეგობრებს, რომ აი ვინისიუს მაგალითად რეალს კვარა რო ყავდეს. იდეალური შეტევა ეყოლებოდა, იმიტომ რომ კვარა დაცვაში ჩამოთვლას არ დაიზარებდა, კვარა ზედმეტ სიბულს არ დაიზარებდა, ექსტრა მოტივირებული იქნებოდა რეალში და ბაპეც შედარებით უფრო გაშლიდა ფრთებს, იმიტომ რომ როცა გუნდში ყავს ვინისიუსიც და ბაპეც, ანუ ორი ტიპი რომელსაც იზრდება პრესინგი, რავი, ანუ ძალიან რთულია რომ ეგეთ წარმატებას მიაღწიოს თანამედროვე ფეხბურთში გუნდმა რა. შეიძლება მოიგოს. და ძალიან დაიწყო თან რეალს, იმიტომ რომ დიდ თამაშებში ჩანს ხო რომ ისე ვერი, ანუ უკვე ვეღარ იგებს დიდ თამაშებს რა. შეიძლება ძალიან მაგალი დონე აჩვენოს და ბაიერნთან მართლა მაგრა ითამაშეს ის უპირატესობები რაც ჰქონდა რეალს, აი ბოლომდე გამოიყენა რასაც შეეძლო გული შეეძლო. ის მომენტი შეიძლება ვინისიუსმა ერთ-ერთი და იქ გასატალე ქონდა ბაბას. აი ესე რომ მიუდგა ბურთს, მან საკმარისი დრო ქონდა დასაფინიშებო. და მეორე სასწაული მოწაწოდების. ნუ ანუ ხო ყველა მომენტს ხო ვერ გამოიყენა ფეხბურთში რავი ეგრე არ არის, მაგრამ ანუ ზოგადად არის რომ რეალი მე ყველა დიდ თამაშს უკვე უდგება როგორც მეორე ნომრად. ვისაც ხდება, იმიტომ რომ გუნდმა იცის რომ რაღაც პრესინგს ვერ ითამაშებს, დაცვაში ნაკლები კაცით მოუწევს თავის დაცვა. ანუ ეს ლოგიკურია, მიდგომა რომ როცა ვინისიუსთან ბაპე ყავს მე კონჩეტებებზე გავაკეთებ აქცენტს, მაგრამ გარდა იმისა, რომ ეს უკვე დიდ თამაშებში არ მუშაობს, არ მუშაობს მალიორკასთან და ჟირონასთან და იმასთან ერთად, იმიტომ რომ პოზიციურ შეტევაში რეალს იდეა საერთოდ არ აქვს, გარდა ერთისა, რომ იქნებ საჯარიმოში ვინმე წააქციონ და პენალტი დაგვიდონ და მე იდეა არ აქვს პოზიციურ თამაშებში. აი კაფიო ჩანს, რომ ბოლო 15 წუთში რეალი თუ მოსაგებად მიდის და ანგარიში წინ არ არის, ყველა ფეხბურთელი ჩაილჩობს იმაზე, რომ წაიქცეს და პენალტი გამოიმუშაოს. თორე დარჩენი გზა არ აქვს, კრეატივი არ აქვს, იმის რომ მოიგონ. მან უკვე ძირეული ცვლილებებია საჭირო და ძალიან საინტერესო ზაფხული იქნება ჩემი აზრით. ხო, ანუ წვნელი ვინი მოვა და რაღაც ბევრი კიდე რა ზემწყდება იცი გოლი განსაკუთრებით გუშინდელ თამაში კი ძალიან მაგარი თამაში ქონდა ესე ინდივიდუალურად ჯუდ ბელინგემს გულის უბრალოდ ბელინგემის ფუნქცია და ნიჭი რეალურად იმდენად დიდია რომ რეალს რო უკეთესი საყრდენი ყავდეს ვიღაცა ცენტრალურ ზონაში ბელინგემის გამოყენება შეიძლება უფრო წინ რაზეც პრინციპში ფოსხრიანზე იდგა არბელო თქვა ხო ამ უცნობი ფეხბურთელია ხო ანუ იმდენად ნიჭიერია ხო გახსოვთ რა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო ისე რომ ცხრიანზე იდგა ბელინგემი და მე ვფიქრობ რომ თუ ვიღაცა უკეთეს ცენტრალურ ნახევარმცველი მოვა აქ ნახევარდაცვის ანუ CM-ად ეგრეთ წოდებული ბელინგემი ავაწინა შეიძლება წინ ამან კრეატივის გაზარდოს რა კი რა თქმა უნდა გაზრდეს ანუ ის 4-4-2 თამაშობდნენ რომბით და ბელინგემი იდგა იმალ საფიანზე ბელინგემი გოლებიც გაქონდა და ყველაფერს აკეთებდა ის იყო დაბალანსებული გუნდი უბრალოდ და აქ ბალანსის დაჭერა ანუ ჩემი აზრით ამ გუნდის ჭერია ჩვენა კარლო ანჩელოტიმ რა კარლო ანჩელოტის მაგარი მწვრთნელი რელაციურ ანუ ვარსკვლავებზე აწყობილ ფეხბურთში ну არ არის ზიდანი და ანჩელოტი ეგორია ბალიშის ორი მხარე რა როგათება და გადმოაბრუნება ხო აი ეგრე არიან რა ეხა განიხილავენ აი პოჩეტინოს და ვიღაცებს სკალონიზეც დაიწერა სკალონი კარგი ვარიანტია დეშამიც არა აცუდი დეშამზეც დაიწერა კი ყველას მოძულებული ყავს რომ ამ საფრანგეთით ყველა მოიგებდა ძმაო მაგრამ აი მაგ საფრანგეთის გასახდელში ურთიერთობების დალაგება ეგოების დაბალანსება მარტივი ამბავი არ არის. აი ანჩელოტის ძალიან მაგრა გამოდის, მაგრამ ყველას არ, აი ალონსოს არ გამოუვიდა, მაგრამ დეშამს უფრო გამოუვა, მით უმეტეს რომ ფრანგებს კარგად იცნობს ბაპე, კამავინგა, არ ვიცი იქნება იქ თუ არა, მაგრამ ჩუამენი. ყავს ფრანგები რა. მაგრამ შავი დეშამს შეიძლება ცუდი ვარიანტი არ იყოს. მაგრამ ნუ მაგამდე ფეხბურთელებს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი ჩემი აზრით რა. ვინისიუსსა და ბაპეს შორის ხო ორივე დატოვონ? არ ეტევა მოედანზე ფაქტია რა. აი კარგობს კალათბურთში ხო ყველას რომ ბურთი უნდა ეგეთი კალათბურთელი თუ ყავს. ანუ ჩანს რომ როცა ორივე მოედანზეა, ნუ ვიღაც 100%-ით ვერ თამაშობს ამ ორიდან, ხო? კრისპოლი და რონდო ერთად მოედანზე ხო ვერ იქნებოდნენ ეგეთი ფონტი. დაგვიწერეთ მოკლედ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ მადრიდის რეალთან დაკავშირებით, რას შვილებს ელით
ზაფხულში, იმიტომ რომ მართლა ბევრი რამ უნდა შეიცვალოს და ეგ ყველაფერი თუ მწვრთნელით დაიწყება, იმიტომ რომ ზოგიერთმა გამოცემამ ისე დაწერა, რომ ფეხბურთელების ხარდაჭერა აქვსო, მაგალითად არბელოასო. არბელოა მე ხა რეალურად ბევრი არაფერი დააშალა. შუა სეზონში მოიყვანეს არეულ გუნდში, რომელიც აპირებდა პოზიციურ თამაშს, მას შემდეგ რაც წლების განმავლობაში სხვა სტილით თამაშობდა და მოვიდა ტიპი, რომ აი, მოდი არ ჩამოგონგრეს ყველაფერი და სიტი გააგდო. იქიდან მაგამდე მოურინიო გააგდო და მაინც ფაქტორია რა, არბელოა რო ხარ მოურინიოს რო აგდო და მე გვარდიოლას და ბაიერთან ალიას არენაზე ათანაბრებ ორმაჩიან დუელში ან არის რავი, ანუ ბაზარი არა ლალიგა წააგო, მაგრამ ის ლალიგა იქამდე ვერ იყო დიდად გამიგონა. ანუ ფეხბურთელებს გასაგებია, იმიტომ რომ აძლევს ისე თამაშის საშუალებას, როგორც მათ უნდათ. უბრალოდ ეს თამაში უკვე ამ თამაშმა მიუკაკუნა უკვე ჭერს და ვერ არღვევს მეორე სეზონი. ან ეს ხო ის არ არის რაღაც ლევერკუზენის ბაიერი თქვათ, რომ 100 წელი არ ქონდა არაფერი მოგებული და ანუ ტკივნეულად აღიქმება, ახლა როცა საერთოდ ვერაფერს ვერ იგებ, ანუ საერთოდ ვერაფერს კი არ. კურტუას ინტერვიუ ხო გაქვთ ნახე. ვისთან იყო არ მახსოვს, მაგრამ კურტუამ თქვა, რომ ანუ ჩელსში რო ვიყავია, ოკეი, რაღაცა სტრესი იყო და მოგება გვინდოდა, მაგრამ რეალშიო ორ თამაშს წავაგებთ თუ არა, ზედიზედ ორ თამაშს თუ ვერ ვიგებთო, ეგ არისო დიდი ტრაგედია. ხო, თეთრი ცხვრის სახუცებით ქნება მიდის. ხო, რომ ვაიმე რა ხდება და ვაიმე კრიზისი და აბა დროზე უშვა. ანუ რავი, ორი ფრევი თამაშეთო რა. ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი სერია აქვს რეალს, რომ თამაში მოგება არ აქვს. აპრილში საერთოდ მოგება არ აქვს. 4 ხო? ეს იყო 4. 100 წელი ვერაფრის მოგებაზე გამახსენდა რეზი და გადავიდეთ ნელ-ნელა ბოლო მეოთხედფინალურ მატჩზე, რომელზეც რეკორდულად ცოტა ადამიანმა უყურაო, რეზიმე სტატისტიკა გითხრა. ასე ცოტა მე მაგრად მეწოდება ვინც უყურა. კომენტატორები უეჭვали. ხუგალზე მოყურეს ინტერნეტში ერთი სენანდან, ეგუცი მაგრამ ორივე მარსელის გულშემატკივარია და მაშინ ოკეი. არ მინახავს და მეც ამით გადავრთე მაგ თამაშს. არ ვიცი რატო. იმიტომ გადავრთე ანდრო ხوارზის მეთქი, რადგან დღეს ყოლებოდა ანდრო ხوارზის თქო მაგიტო გადავრთე და რომელიღაცა ფოფხა ამბობდა მე მგონი რომ მარტინელი მკარსალაცილა და მაღლამი აქვს იმასო და ცხელი ძაღლი. ჩათლახი არ თქვა. ცხელი ძაღლის ფრაზა იყო და ეს ძალიან გამიხარდა მაგ თამაში და იკა შენ რაღაცა მაგარი მოგზადებული. მე მადლობა გმირს რომ რეალი ბაიერი არ გამოვტოვე თორე არსებობს არაფერს არ ვერჩი მართლა. თავის თავს ერჩია. თავის თავს ერჩია. თავიანთ ფეხებში ისვრიან უკვე რამდენი წელი. ამდენი თვის განმავლობაში რა ვიცი მე ინგლისში ჰეიტერი არ მეთქმის არსენალის პირიქით შეიძლება ბევრი იმის გამო, მაგრამ და ამდენი თვის განმავლობაში შეიძლება უფრო ვიცავდი კიდეც რომ აი ჭირდება შედეგი და რაღაცა და ყველაფერზე მიდიან, მაგრამ ნუ კანონზომიერება დავარქვათ ამას თუ რა ვიცი რა დავარქვათ. აი ესე უსახურად რომ თამაშობთ, შედეგიც გაგიფუჭდება, რაღაც მომენტში გაგიფუჭდება თამაშები რა და იქნება აი ბორნმუთთან როგორი თამაში თქვა, სადაც ვერაფერს რო ვერ ქნია სტანდარტის გარდა და აი სპორტიკა პირველ თამაშს კიდე არ აუშავდა, მეორე არ ვიცი, მაგრამ ნუ როგორც ჩემპიონატში მიეწყო ახლა საუთჰემპტონთან თამაში და ასე შემდეგ. ხო, ანუ ბოლოს რაღაც მომენტში გიმტყუნებს ის შედეგიც, იმიტომ რომ ანუ რაღაც უნდა აჩვენო მოედანზე რა. ფსიქული წინაა პრემიერ ლიგაში. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია და შვიდად ვერ გზნობენ თავს და ვერ არიან ვაღად. იმიტომ რომ მიკელ არტეტა, რომელიც მართლა ბორმუთანაც გამოდის ერთად პრაგმატულად. პირველ წრეში პრაგმატული ფეხბურთი რო ითამაშა არსენალმა, მან ცოტა არ მისმონდა კრიტიკოსების, იმიტომ რომ რეალურად იგი იმიტომ რომ შედეგი მოდიოდა და იმიტომ რომ ძალას უგრძნობდი არსენალის რა, დაცვაში უგრძნობდი იმ სიმღარეს, რაიას მე უფასებდი ფანტასტიკურ სეივებს, დეკლარაის როგორც რაღაც ძრაუს გუნდისას. სტანდარტები იყო ბოლოს. ხო, სტანდარტებიდან ძალიან დიდი ძალა იყო არსენალი და ეხა უკვე ან ბოლო 1-2 თვეა უკვე არსენალისგან ვეღარ უგრძნობ მაგ ძალას რა. გასაგებია რომ ხარისხი თამაში და რაღაც პრაგმატული და ნაკლებ გოლიანი და ასე, მაგრამ ეგ შეიძლება აპატიოს გულშემატკივარმა, მაშინ როცა ტიტულებს მოიგებენ. ტიტულებს ვერ მოიგებენ, ეს იქნება უპატიება. პრაგმატიზმი, ანუ ჩვენ სამს მე მგონი ყველაზე კარგად შეიძლება გვესმოდეს, იმიტომ რომ იტალიური ფეხბურთის გულშემატკივრები ვართ, ისეთი მწვრთნელები გვინახავს, კონტე გვინახავს, ალეგრი გვინახავს, ხო ხდები და ანუ პრაგმატიზმს მიჩვეული ვართ, ისე რომ ჩვენი გუნდები თამაშობენ პრაგმატულ ფეხბურთს ხშირ შემთხვევაში და ეგ არ გვიკვირს უბრალოდ ნახე კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ამ სპორტინგთან რომ პრაგმატულად ითამაშო, ამასაც კი აქვს გასასამართებელი მიზეზი, რომ სამ დღეში თამაში სიტისთან აქვს. მაგრამ, როდესაც გახარ რეალური საფრთხის წინაშე, რომ ეს ორი ტიტული უკვე დაკარგე, კი ბატონო, აქეთ
არავის არ გაუკვირდება რომ City ყველა თამაში მოიგო საწი და გაჩემპიონდეს და ჩემპიონთა ლიგის რავი ჩემპიონთა ლიგას უეჭველი მოვიგებო ნახევარფინალში როდესაც ხარ მიუხედავად ამისა ვერ იტყვი. ამიტომ პრაგმატიზმის რაღაცა ჭერს Arsenal-მა ჩემი გადმოსახედიდან უკვე მიარტყა, უბრალოდ მიარტყა პრემიერ ლიგაში და როდესაც ამ პრაგმატიზმს ემატება ის რომ შედეგი ფუჭდება, ეს ფეხბურთელების იმაზეც თავდაჯერებულობაზე ხომ მოქმედებს რა. Southampton-ს ვერ ვუგებ, City-ს ვერ ვუგებ, Sporting-ს 0-0 ვეთამაშები და ეხლა უნდა დავეჯახო City-ს, რომელიც კარგ ფორმაშია, ისევ ხო, ეტიჰადზე, სადაც ისევ ჩემპიონობა წყდება და თუ ვერ მოვიგებს ჩემპიონობა, რავი, შეიძლება თავი მქონდეს მოსაკლავი. ზოგადად ესე მე ერთი მოუწოდებთ ხოდი, მაგრამ არა, ზოგადად ისე რომ შეხედა Arsenal-ისგან არც იყო მოსალოდნელი, რომ ეს იქნებოდა რაღაც ეს ის Arsenal იქნებოდა რაც ხო თქვა 3 წლის წინ როცა აი ყველას მოსწონდა ხო Arsenal-ი, მაგრამ ნუ აგებდა. ანუ ოდეგორის ხო, ანუ იმიტომ რომ არტეტამ ვიცით, ჩაწერამდე ვისაუბრეთ, რომ City-სთან 4-1 წააგო, ამის შემდეგ ყველაფერი გააკეთა, რომ ისეთი რამ არ მომხდარიყო, რაც მაშინ მოხდა, ანუ Rob Holding-ი რომ არ ყოლოდა შემადგენლობაში, რომ ჰოლანდის წინააღმდეგ ეთამაშა, მაქსიმალურად იყიდეს მცველები, ცენტრალური მცველები იყიდეს, რომ ფლანგის მცველება დათამაშონ, კალაფიორი, ტიმბერი და შემდეგ ეს ყველა ცენტრალური მცველებია. და რაღაც და მაქსიმალურად დაცვისკენ გადააწყო გუნდი, როცა შენ საკვანძო პოზიციაზე ან ძალიან დიდი განსხვავება საკვანძო პოზიციაზე პედრი თამაშობს თუ დეკლან რაისი. ცუდი კი არც ერთი არაა, მაგრამ სხვადასხვა ტიპაჟის ფეხბურთელები არიან რა. პედრივით დეკლან რაისი ვერ ითამაშებს და პედრი ბარსელონას უხდება, იმიტომ რომ კომბინაციურ ფეხბურთზე შეტევაზე დეკლან რაისი სხვა რაღაც ევალება და როცა აი რაღაც არ მუშაობს გუნდში, აი სტანდარტი რო არ მუშაობს, მე უკვე გიჭირს პოზიციურ შეტევაშიც გადაწყობა, ხო? ვეღარ იფიქრებ უკვე რაღაცებს. იქ რაღაც ვინგერები აღარ არიან ფორმაში. მე ვთვლი რომ მაგალითად ისეთი თავდამსხმელი მოიყვანა Arsenal-მა, რომელიც საერთოდ არ სჭირდებოდა რა. აი დიოკერაში ძალიან არასწორი ტრანსფერი იყო ბევრი კუთხით, იმიტომ რომ ეხლა ბორნმუთთან მაგალითად ძალიან გამოჩნდა რომ პრესინგიდან მოდი ვერ ამოდიოდა და დიოკერაში არც ცრუცხრიანი რაღაც სიღრმეში ჩამოვიდეს და იქ რაღაც ნახევარდაცვაში მეტობა შექმნას და ამით ამოვიდნენ და დიდი კია, მაგრამ ზურგითაც ვეღარ იღებს ამ ბურთებს. ამ დროს სტამბოლში დარბის ოსიმენი. ხო, და ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო სტრაიკერი და თითქმის ყველას მერჩევნია პრემიერ ლიგის ფორვარდებს. და ისიც რითიც აშინებდნენ თელ პრემიერ ლიგას, რომ აი დიოკერაში თავის პოსიბლებზე გაიქცევა. აი ხანდახან რომირების გონია რომ გააჭყლեց ბურთს, რაღაც ისეთ საშინელი ტექნიკა აქვს რაღაც. აი მე რომ თამაშობდი ფეხბურთს და ახლა ისეთ საშინელი ტექნიკა აქვს რომ ახლა აი გასწრეს მეთქი ამ ბურთს რაღაც. მე მინდა ეს ანუ მე თუ გინდა შესავალს გაგიკეთებ ეს. არა შესავალი რამეს თუ აუ ცხოვრებაში პირველად აი გრეტებრომზადე რომ ბარსელონა ინტერის თამაში. რაღაც ეგეც ხო არ ამზადე. არა, ანუ სპეციალურად მომემზადე რომ ეს უნდა მეთქვა რა, რომ აი მაგრად მინდა რომ Arsenal-მა მოიგოს პრემიერ ლიგა მაინც, რომ აი ეს მარაზმი დასრულდეს. მორჩეს. იქნებ პირიქით მოხდეს და დაიჯერონ რომ აი ამით ვიგებთ რა. არა, ამას იძახის იმ გუნდის გულშემატკივარი, ანუ როგორ შემიყვარდა ფეხბურთი. იტალიური ფეხბურთი შემიყვარდა და აი კატენაჩომ შემოყვარა ფეხბურთი. დაცვაში რო ზის. ანუ Arsenal-ი რას აი Arsenal-ის ფანებთან მაგ ესეთი კითხვა. არ მოგენატრათ ის ფეხბურთი, რასაც თამაშობდა, აი ბურთი რო ვერ ხვდებოდი, პასს აკეთებდნენ თუ ლევიტირებდნენ და რო დაფრინავდა ბურთი და ულამაზესი სანახავი რო იყო. გონი ტიტულის მოგება უფრო ენად. ეგ უყურე რა შვება რა, მაგ მე ესეთი პოზიცია. აი ანდრო ვისაც მოწონს როგორც კომენტატორი, რატო მოწონს? იმიტომ რომ იქაც არის ბუნებრივი და რაც არის ეგ. თუ ამ გადაცემაში, რავი, ჩემი რაღაცა მოგწონთ, იმიტომ რომ არ თამაშობ და როგორი დეგენერატი ცხოვრებაში ვარ, ეგეთი დეგენერატივე ვარ კამერის წინ. როცა არსებობს საფეხბურთო დნმ, რომელსაც ვერ გადაუხო. ეხლა აი მილანმა რო იმას აკნას, რა ქვია, რაღაცა ბარსელონას თამაში დაიწყოს. აი რაღაც მომენტში რაღაც მომენტში თამაშობდა რა, ანჩელოტის დროს მილანი იყო დომინანტი გუნდი. მილანს არ აქვს ეგეთი გამოკვეთილი დნმ, როგორც Arsenal-ს ან Chelsea-ს. Chelsea პირიქით დნმ. როგორც ინტერსაც რა, აი ინტერზე. მაგაში გეთაქვებ, Chelsea-მას როცა უარი თქვა თავის დნმ-ზე და დაცვით გუნდობაზე და იმ აბრამოვიჩის Chelsea-ობაზე, მაგის მერე წამოვიდა კრის Juventus-მაც. ის ლოგო რო შეცვალა, დაცვა დაივიწყა, სარი მოიყვანა მწვრთნელად, მაგის მერე წამოვიდა უკან და Arsenal-ს მაგ პონჩი გეთაქვებ. აი ზუსტად ეგ არის რომ აღარ ყავდა ისა. ბიჭო, ანუ აი ზუსტად ეგ მაგ მოძიებული და მაგაზე მინდა ჩავაჭირო რა. რამდენი დახარჯეს თავდამსხმელებში, იცი ბოლო 3 წელში? Arsenal-მა? ხო. ჩამოგითვლი ბოლო 3 წელში. არ ვიცი ხოლმე, იმიტომ პრემიერ ლიგაში ყველა ძალიან ბევრს ხარჯავს. ერთი წამი. გაბრიელ ჯეზუსი 45 მილიონი ფუნტი სტერლინგი.
ღირდა ალბათ. ლეანდრო ტროსარი 20 მილიონი ფუნტი სტერლინგი. მე რა მინდა რა დავხო. კაი ჰავერცი 62 მილიონი ფუნტი ეს ყველა სტერლინგი. ტრანსფერი არის პრემიერ ლიგის გუნდში ავტომატურად გიზრდის რა ფასი. ვიქტორ გიოკერეში 55 მილიონი ფუნტი სტერლინგი. ნორდი მადუეკე. ნონი. ნორდი მუკიელეს ადელედესმა. 52 მილიონი ფუნტი სტერლინგი. ჯამში არის 255 მილიონი ფუნტი სტერლინგი. რომელ პრემიერ ლიგურ გუნდს გააკეთებს გეხოცება? მოდი, ბიჭო, ბევრი არ არის, მაგრამ ხო შეიძლება რომ თავდამსხმელი გამოიყენო რაღაცაში. ანუ 250-მა ვერ გამაკვირვა, იმიტომ რომ ეხლა ტროსარი 20 მილიონად რავი რატო არა. ტროსარი გაიყო. ჰავერცი გააკეთე, გასტარი გაიტანა, როცა ფორმაში იყო. ჰავერცი ეხლა საკეთებს რო დაბრუნდა იმის შემდეგ ასაკეთებს. ცუდი არა, ვინ გაიყვარა, მისი გოლი სპორტინგთან იმან გაიყვარა. გასაგრა დაამუშავა და ბოლო წუთზე. გასაგები 255 მილიონი ფუნტი სტერლინგია დახარჯული მილანმა 255 ფუნტი სტერლინგი და იტალიის გუნდს. ღარიბია სერია. შეიძლება კლუბი მოკიდოს მაგას. აი ეგ მაგ ჩამოწერილი მაგფაში რა ჯობდა რომ ეკნათ. არ დამეზარა დავთვალე. ეს სიტი რამდენი დახარჯა თავდამსხმელებში. ლივერპული არ ითვლება ლივერპული გამოუტოვოთ, იმიტომ რომ სიტი 30 მილიონად წამოიყვანა შერკი. 30 მილიონად წამოიყვანა შერკი და ჰალანდში 40 მილიონი გადახტი. ნუ სემენიო ხო იყიდეს ახლა. სემენიო იყიდეს 50-ად. დოკუ. და იყენებენ. ანუ იყენებენ. გვარდიოლა მაგათ იყენებს. სემენიოს შედარებაც არა აი. არავის არ იყენებს რა. მარმუშს არ იყენებს. ანუ აი მარმუში ხო, მაგრამ ეზეს თანხას კიდე აღარ უამატებ ამაში რა. იმიტომ რომ ეზე მაინც ნახევარმცველი უფრო ითქვის. და მე გთავაზობთ ალტერნატივებს რაში შეიძლება დაიხარჯა ეს 255 მილიონი ფუნტი სტერლინგი. მაგალითად, კარიბის ზღვაში კუნძული რო იყიდო 10.2 მილიონი ჰექტარი მოგდის და ეს არის მთვარის 7%. ანუ მთვარის 7% შეეძლოთ რომ ქონოდა არსებობს. ბოლოს ვიტყვი და ეგ არის. 50 წლით. კარგი, აი რომელი ჯობია? გიოკერეში ეს რა ქვია? მადუეკე და ტროსარი თუ ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალე. ეგ ამოშტება. როცა მაინც გაბრიელი და სალიბათი თუ არსენალი მოიგებს დუბლს, შენი სიტყვების ასწილო იქნება. კი ბატონო. მაგრად მინდა რომ სასაცილო. ხო და ეგა რა მაგ გზას გადის ახლა არტეტა რა. თუ ამას ტიტული დაასრულებს ეს ყველაფერი რაცაც ვლაპარაკობთ, ამდენი სიცილი, ამდენი ნიმი, ყველაფერი საერთოდ ძალიან ჩვეულებრივად ის ხო არავის აღარ ემახსოვრება. ეგ ისტორიულად 20 წლის მე რო ჩახედავს არსენალი იქნება ჩემპიონი. თან მეორე გამოჩნდება რომ 22 წლიანი სტრიკი დაასრულა. ბიჭო ნახე მეორე ხრივთან იგივე გუნდმა კი არა იგივე ჩემპიონატში ლივერპულმა 500 მილიონი დახარჯა ორ ფეხბურთელში ამ სეზონის ლივერპულზე ცალკე ლიგაზე მოსახვედრად იმოძეს. ლივერპულზე ის არსენალზე ბევრად ცუდი გუნდია და ნახე სეზონის ბოლოს ან დროს თქმის არ იყოს არსენალმა რომ მოიგოს დუბლი რაც მოდი ვთქვათ რომ არარეალური არ არის იმიტომ რომ სულ რამდენიმე თამაში აშორებს ხო ისე სეზონის დასაწყისში რო გადავიდეთ აი აგვისტოა რა და ეხლა არ ვამბობ იმიტომ რომ ეხლა რო არსენალმა წააგოს ტიტული ამ ფორის წაგების მერე ძალიან ის იქნება უკვე ძალიან ლუზერობა გამოვა მაგრამ სეზონის დასაწყისში რო გეთქვა არსენალის ფანისთვის რომ რაღაც ანუ თუ ვერ მოიგო ხა მეორეზე ხო გავა მეორეზე იქნები და ნუ ლიგის ნახევარფინალში ამ დროს ანუ არსენალი არა ყველაზე მდიდარი გუნდი ინგლისში და ყველაზე მეცაც არ ხარჯავს არიან რომ ეს იყო პირველი სეზონი არტეტასთვის სადაც მოითხოვებოდა ჩემპიონი ეხლა მოითხოვებოდა რა აი უნდა მოიგო ანუ მოიცა ეგეთი მაშინ მოიცა შევკითხვას ეხლა რო ვერ მოიგონ ვერაფერი არტეტა უნდა გაუშვა ბიჭო ეგ ძალიან საინტერესო საკითხია სხვა შორის და მაგ არტეტას გარეშე ამ ხელა გზას ვერ გაგიგე იმიტომ რომ წარმოიდგინე აცადეს რომ ბოლომდე იმიტომ რომ წარმოიდგინე რჩება გუნდი რომელიც ამ კაცმა აწყო მთლიანად მის შეხედულებებზე მის დეკლან რაისი დააყენა იქ იმიტომ რომ ეს უნდა ეგეთი ცვლილები დააყენა და შეხედე პერსპექტივაში ანუ კი შეიძლება მეც ახლა გადავიხარო იქით რომ ნუ აი რამდენი ხანი შეიძლება მაგრამ პერსპექტივა შეიძლება კონდეს ისეთი რომ მოვიდეს წვრთნელი და მე ისევ დაიწყოს რომ აბა ლიგაზე მოვხვდებით ახლა თუ ვერ მოვხვდებით და უნდა გაიხსენოთ რა მდგომარეობაში ჩაიბარა ეგ გუნდი ანუ აქეთ სასტორზე ძალიან ბევრი რაღაცა დევს რა ანუ სულთა რაციონალურად რომ შეხედო შეიძლება ვეღარ ანუ
ეს გუნდი სხვა უარეს დღეს შეაგდოს რა. უფრო მეტი ამის შანსი. იცი რა შეიძლება ლიდერები გაყიდონ თქვათ და მოდი ანუ არტეტას არ ვაგდებთ, მაგრამ სხვა მელოდინი იყო და ეხა ფეხბურთელებს ანუ იმდენ ფულს ვერ დაგახარჯავ, აი რაც მაგალითად გრიზლიმ თქვა. ეგეც ხო ერთ-ერთი ვარიანტია ზოგადად. მოსდით ხოლმე გუნდებს, რომ შედეგს რო ვერ აღწევენ, მე რამდენიმე ლიდერს, ნუ ინგლისში უფრო ნაკლებად ალბათ, მაგრამ ნუ ხდება ეგეც. სტილზე კამათი გამოგდის ახლა. სტილზე ხო, მაგრამ სტილზე ხო ვერ მოდი გაგახსოვ, აი ჩელსი. აი ყველაზე კარგი მაგალითი შორს რო არ წავიდეთ რა. ინტერის მაგალითი რო ავიღოთ. სანამ იდგა დაცვაში და თავის დნმ-ი რაც არის იმას აკეთებდა, მივიდა ფინალამდე. იქ რატომღაც გადაწყვიტა რომ უნდა გახსნას თამაში პარის სენ-ჟერმენთან, გაუყარეს 5 თამაში. აი ეხა ინტერის გახსნა თამაში ნუ დააბრალებ იმ ფინალს ხო ინტერი მაგალითად ვერ მოუგებდა. ვერასდროს ვერ მოუგებდა. ხო, მაგრამ 5-0-საც არ წააჭო. ხო, მაგრამ დაცვაში არის გამოხდება. ბარსელონას დაცვა. მართლა. ხო, მაგრამ ანუ ფინალი მაინც ერთი თამაშია რა. ყველაფერი არა, მაგას გეთახმები. მე გეუბნები რომ 10-დან უფრო მეტ თამაშს პარის სენ-ჟერმენი მოუგებდა. კი, რა თქმა უნდა. 8 შეიძლება რა, ეხლა ერთ თამაშს შეიძლება 9-ვე მოუგოს. მაგრამ ფინალი იყოს არ მინდა მილანის დაგნევა, მაგრამ დაგნებულები ვართ რა ვქნათ. მილანმა შეიძლება მოუგოს პარის სენ-ჟერმენს ერთი თამაში. ამ პარის სენ-ჟერმენს. ბაიერნს შეიძლება ეგ ფინალში მოხდეს. იმიტომ რომ ფინალს მაინც სხვა ის აქვს რა, აი მაგრამ მაგის გამო არ წაუგია ინტერესო თამაში გახსნა. პირველი ეწოდი და მე ათწოდე გავუშვებოდი. მანამდეც იასნა. დღეებში გამოსდა და ინზაგიზე რომ გავწოვდა ჭორი რომ მიდისო, მან იქიდან დაიწყო წაგება. ხო, მაგრამ უყურე ეხა გუნდი, რომელსაც 22 წელია ჩემპიონატი არ მოუგია. ანუ რომელსაც ითამაშა ეს გახსნილი, რა ვიცი 2006-2007 წლების არსენალი ყველაზე ლამაზი სანახავი გუნდი იყო, შეიძლება რაც მინახავს ფეხბურთში. მაგრამ ვერ მოიგო იმ გუნდმა არაფერი რა ვიცი. ანუ ეგ 2006-2007 წლების არსენალი შეიძლება მე მახსოვდეს, იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა ეს გუნდი, მაგრამ რამდენს ახსოვს ახლა ეს არსენალი? არტეტასაც სულ გონდა მიზეზი, რატომაც ვერ იგებ. წინა სეზონში მაგალითად ოდეგორი და საკა თვეობით აკალდა. გაბრიელ მაგალითად ზედრიალთან თამაშამდე მიიღო. ფაქტორიც არის 62 ტრავმა აქვს არსენალს ამ სეზონში. ხო, არავინ ლაპარაკობს ამაზე. ტოტენჰემის ტრავმებზე მიდის სულ რომ კი აი რაღაც და ის ხავს. 62 ტრავმა ჰქონდათ ამ ყველაზე მეტ ტრავმა აქვს არსენალს ამ სეზონში. რაღაც მომენტში ეს შეიძლება არ იყო რაღაც ყესები და ერთწლიანი ტრავმები და რაღაც ეგეთი ისინი, მაგრამ გამოგაკლდა ორი კვირა მე იმან ფორმა უნდა აღიდგინოს. საკვანძო ეპიზოდი, საკვანძო მოთამაშე გაკლდება რაღაც იმაში. თავარი მანდიცი რა არის. ეგ მეც ვიცი, რომ როცა ვარჯიშზე ანუ ხო არის სხვადასხვანაირი ვარჯიშები რა, ბურთის ფლობაზე აქცენტი, ვარჯიში, ტაქტიკური ასპექტი, ფიზიკური, როცა ვარჯიშზე მთლიანი აქცენტი კეთდება სტანდარტებს, ეგეთ ვარჯიშებს არის ყველაზე ბევრი ტრავმა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი საჰაერო ორთაბრძოლაა, ძალიან ბევრი გაჩერება ტემპის აკრებაა, ძალიან ბევრი ეს რომ დავლაგდით, მაგ დროს იღებს ყველაზე მეტ ტრავმას ფეხბურთელი გუნდში. და ეგ არის მთავარი აქცენტი, ხო, ეხლა არსენალის. ტრავმების ისა სხვა ისა არა, სამედიცინო შტაბმა უნდა იცოდეს მაშინ პირველ რიგში. ეს კითხულობდი Twitter-ზე რომ მილიტაოს პრობლემა თურმე ტრავმების ხშირი მიღება ყოფილა ის რომ აჩქარებას იწყებს 100%-ით. ანუ ეგრევე მაღალი სიჩქარით იწყებს სერბელს, როცა სერბელს უნდა იწყებდე, აჩქარებას იწყებ 40-50% და მე რეკრებ ტემპს. და ამის გამო იღებს რომ მილიტაო ტრავმებს. ახლა ეგ სხვა ისა არა, ანუ ძალიან ბევრი რაღაც სპეციფიკა აქვს, მაგრამ ის რომ ტრავმა არ მიუღია არსენალს და სამი გუნდი ყავს და რაღაც ეგრე არ არის რა. აუცილებლად მიიღებს. გაბრიელ მაგალიაში შეყოლება თუ მოსკერა ცუდმცველი კი არა, მაგრამ ის არ არის. ხო, რა თქმა უნდა. რაღაც დაუნგრეიდი გააქვს ყველა შემთხვევაში. დედამიწაზე არავინ არ უყურა ამ თამაშს და ჩვენ ყველაზე მეტი დრო დავუთმეთ და კომენტარებში აუცილებლად უნდა დაგვიწეროთ თქვენ რას ფიქრობთ ამ ნახევარფინალებზეც ბიჭებს რახან ამდენი დრო წავიღეთ თქვენ არ კითხავთ, იმიტომ რომ ჩვენ ვექნებათ რომ ანდროს ვკითხოთ, იმიტომ რომ ანდროს აზრია საინტერესო რას ელი პირველ რიგში და ცოტა თუ იხრები რომელიმე გუნდისკენ ობიექტურად ბუნებრივია ხა კვანას რო გულშემატკივრებთ ეგ ცალსახად ვიცით უბრალოდ რას ფიქრობ რომელ გუნდები შეიძლება ვნახოთ ფინალში და ნუ ჩვენ ბუნებრივია გვექნება ნახევარფინალებზე კაი ერთი გადაცემა გემრიელი ორივე ისეთი თამაში გამოვიდა რომ რო თქვა რომ ორივეგან 50-50-ზე თქო ვინ მომედავება ვერც ვერა პატარა ფავორიტად მირჩევნია ეს მიმაჩნია მაინც პარის სენ-ჟერმენი იმიტომ რომ ლუის ენიკე ამწვრთნელი ამ 4 დარჩენილი მწვრთნელიდან შეიძლება საუკეთესო სიმეონე თუ დაუდგება ლეგასით თორე ესენი რა თქმა უნდა ვერ შეეჯიბრებიან ლუის ენიკეს ყავს გუნდი რომელმაც უკვე იცის ტიტულის გემო ყავს საუკეთესო ფლანგის მცველები
დარჩენილი გუნდებიდან საუკეთესო ნახევარ-დაცვა და შეიძლება ისეაც საუკეთესო ნახევარ-დაცვა და ყავს ეს ფანტასტიკური შეტევა კვარათი, დებელეთი, ბარკოლათი და დუეთი. და ლიგა 1 რომელიც ნებისმიერ თამაშს გადაუხდებს. რასაც იქ იმას იზამენ. ამიტომაც პატარა ლიგა არც მისთვის იქნება პრობლემა. ახო. გასაგები არის ხო ოპტა ისე დათulis რომ არსენალს ექნება. უკვე დათვალა. იმიტომ რომ ატლეტიკოს ხდება და აქეთ PSG და ბაიერნი ერთმანეთს თამაშებიან და რა თქმა უნდა აკლდებათ პროცენტული მაჩვენებელი, მაგრამ ორივე თამაში მგონია რომ 50-50-ია რა წარმოვიდგენია ნებისმიერ ფინალი, წარმოვიდგენია ბაიერნი, არსენალი, წარმოვიდგენია PSG, ატლეტიკო სხვა შორის ბევრი ფინალების წილისყრა რო იყო, დავწერე რომ პარი სენ-ჟერმენი ატლეტიკო იქნება ფინალი. ეს უფრო პროგნოზი არ იყო, ეს უფრო სურვილი იყო, იმიტომ რომ პარი სენ-ჟერმენის გულშემატკივრ კვარას გამო ატლეტიკო ჩემი მეორე გუნდია, ფორვანი აგუეროს დუეტიდან მოყოლებული. ეხლა კი არის ყველაზე პოპულარული კომენტარი Facebook-ზე თუ შეხვალ რომ ატლეტიკო როგორ შეიძლება გევასებოდეს ბაო, მაგრამ ნუ გემოვნებაზე კი დაობენ, მაგრამ ჩემი აზრით მაგდოზითაც არ უნდა იდაონ, იმიტომ რომ რავი, რატო შეიძლება რომ არ მოგწოდეს ატლეტიკოს სტრაიკერები, ტორესი, ფორვანი, აგუერო, გრიზმანი. და მაგის ჩემთვისაც ცოტა ხო ფალკაო. ემოციური სეზონი არის რა, იმიტომ რომ ანტუან გრიზმანი ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია და მიდის ამერიკაში. ამიტომაც ატლეტიკოს ჩემპიონობა ძალიან გამიხარდება, პარი სენ-ჟერმენის ჩემპიონობა რა თქმა უნდა გამიხარდა, მით უმეტეს რომ კვარას აქვს ეგეთი ისტორიული სეზონი და უკვე 13 საგოლე მოქმედება ლიგაზე და შეიძლება რომ ყველაზე მეტის დააგროვოს, ნუ თეორიულად. პაპე და კენი არიან ეხლა წინ მხოლოდ, ხო? ნუ ალვარესიც იქვეა. ხო, წინ ხო. და რავი, აი გორი გამიხარდება რა და მე შედარებით ნაკლებად ბაიერნი და არსენალი, ბაიერნი იმიტომ რომ მაინც მილანს დაეწევა ჩემპიონთა ლიგის თასები და არსენალი იმიტომ რომ რაღაც წელს მოიგოს, როცა ყველა სხვა სეზონში რომ მოიგო არსენალს მართლა ძალიან გამიხარდებოდა, იმიტომ რომ მიყვარს ამ გუნდის სათამაშო სტილი, ძველი რა, რაც არის. ისე ამ 4 გუნდიდან მარტო არსენალი ესეთი, ვისაც ჩიდა ჩემპიონატის წინხი აქვს. კი. და ცოტა უცნაურია რომ ოპტა სტატისტიკაში ყველაზე მეტი პროცენტი ამას აქვს. თან რაღაც განცდა მაქვს რომ არსენალ შეიძლება უფრო მეტ ყურადღება მაინც პრემიერ-ლიგაზე გადაიტანოს. უეჭველი რაღაც. მაგორ შორის პრემიერ-ლიგას აირჩევენ. ინგლისელებს სულ ეგრე შევენ. ლივერპულიც როცა ახლა წყვეტა ქონდა ტიტულებს შორის მაინც პრემიერ-ლიგა. ეს სხვა შორის დასაფასებელია და მაგიტო არის პრემიერ-ლიგა საუკეთესო და ლიგა 1 მეხუთე ჩემპიონატი, იმიტომ რომ ხელმძღვანელობასაც ფეხებზე გედიათ თავის ჩემპიონატს. წავედით, მოკლედ, მე მგონი საინტერესო გაცემა გამოგვივიდა. ანდრო, მეც მეწყება თამაში ახლა კიდე კაი მოიწერა მეკავთ. ანდრო, დიდი მადლობა. აქედანვე უნდა შეგიგულოთ, რომ რომელიმე ვლოგში ჩვენთან ერთად იქნებით საქართველოს ჩემპიონატზე. სიამოვნებით, სადმე დასავლეთს წავიდეთ, მაგრამ უდიდესი სიამოვნებით. ჩვენ ეხლა ხან ვიყავით სხვა შორის ქუთაისში და ძალიან კარგი იყო და გეგმავთ რომ ბათუმსაც ვესტუმროთ. თან ეხლა უკვე ამინდები გამოდის და უფრო სასიამოვნო ხდება ფეხბურთზე ყოფნა. წარმატებები მოკლედ ჩვენ საქმეში, შენს გუნდს ახლა წარმატებები, რა ვიცი, მე ჩვენგან გაგიხარდება წარმატებები, რო გითხრა. ხო, აი ამებს უსურვე რა, კვარას და ატლეტიკოს. ეგ აუცილებლად. აი ერთ თამაშში გისურვებ და იუვენტუსთან, ხო? ხო, იუვენტუსთან. კი ბატონო, მილანს უსურვებ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება, იმიტომ რომ ცოდოა გუნდის გულშემატკივარი. კი ბატონო, გამიხარდება ლიგაზე დაბრუნება. ეს დაბრუნება გამიხარდება განსაკუთრებით, თუმცა კომო უნდა გაიყოლოთ რამენაირად. საწარმოა. კომოსთან კომოს გასვლა ყველა ჯობს ისე მე მგონი. მაგრამ პასი თუ წავა? არა, და ფაბრიკას თუ წავა მე რა. არა, ფაბრიკასმა დავრჩებია მე მგონი ლიგაზე თუ გავალთ. ალონსოს პონტია. ხო, შეიძლება. მოკლედ, კიდევ ერთხელ უნდა გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, სოციალები არის აღწერაში, მათ შორის ანდროს Facebook-ი და ძალიან საინტერესო რაღაცებს გვიზიარებს და ნელ-ნელა წავედით ბოლოსკენ, ჩვენ დავბრუნდებით ვლოგით, კვირას ვიქნებით ერთ-ერთ თამაშზე, მე მგონი სპაირი რუსთავზე. კვირას თუ შაბათს? შაბათს უბრალოდ, შაბათს. ნუ კვირას საქართველოში არ ვთამაშობთ ფეხბურთს. ესეთი წესები გვაქვს და შაბათსაც დრო კარგი არ არის, მე კიდევ ერთხელ ხაზგასმის ვიტყვი, რომ 9 საათი შაბათს ძალიან ცუდი დროა ფეხბურთს ათამაშოთ, უფრო ადრე რო ითამაშოთ, უკეთესი იქნება. მოკლედ, მადლობა და გემშვიდობებით. დროებით.